მეგობრებო, ძვირფასო გამომწერებო. სიახლე გვაქვს თქვენთვის კიდევ ერთი. გუშინ ჩვენ ჩავუშვით ჩვენი ახალი Telegram-ის ჯგუფი. ეს არის ჯგუფი, სადაც დაიდება ექსკლუზიური კონტენტი, გაზიარდება ესე ვთქვათ, ექსკლუზიური ცოდნა და ინფორმაცია. ჯგუფი არის თვიური გამოწერის ტიპის და რაღაც სიმბოლურ თვიურ გადასახადზე არის. აქ იქნება ეს თქვარი QR კოდი, რომელიც შეგიძლიათ დასკანეროთ და გადაგიყვანთ ეს QR კოდი უშუალოდ ჯგუფში, ხოლო ჯგუფში თქვენ ნახავთ ინფორმაციას ასტროლოგიაზე, ტრანზიტებზე, ალქიმიაზე და სხვა მრავალ ეზოთერულ და შემეცნებით თემებზე. მოკლედ, გელოდებით Telegram-ში, აბა, გადავიდეთ ახლა პოდკასტზე. მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ფსიქოლოგი ნიკო ამბოკაძე. გამარჯობა ნიკო და მადლობა დიდი მოსვლისთვის. გამარჯობა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ნდობისთვის პირველ რიგში. გეიხარე. მოკლედ, აი ხა სანამ დაიწყება და გადაცემა ვთქვით, ესე ვთქვათ, თემა რისირგლებადაც გვინდა ვისაუბროთ და მაყურებელსაც რო გაუზიაროთ, ეს არის ერთგვარი აი სისრულეში მოსვლა, რასაც ქვია, ინდივიდუაცია და მე ეს პროცესი ესე მესახება და შენ მე უკეთ ამას გაშლი ესე მესახება და შემდეგნაირად რო აი შენ რო აღმოაჩინო ყველა შენი ჩრდილი, გარდაქმნა, აი ეს გმირის მოგზაურობას, რასაც ეძახიან, ესე ვთქვათ, აი შენი მთელი შინაგანი გზა სრულყოფისკენ რო არ იყოს რაც ერთი მხარე გადამლაშებული მეორეზე, არამედ იყოს რაც ბალანსში, თავხედრაში და შენ იყო ესე ვთქვათ სრულყოფილი ადამიანი და მაინტერესებს შენ როგორ გესმის ეს ცნება, ეს სისრულეში მოსვლა და მაგიდან მე უკვე კიდე რო ჩავშალოთ ეს ეტაპობრივად რას შეიძლება მოიცავდეს ეს თემა. კი ბატონო. ვრცელია ძალიან საკმაოდ კი ეს და არც ისე მარტივი. თეორიულადაც და არც პრაქტიკულად განსახორციელებლად არ არის მარტივია ეს სისრულეში მოყვანა საკუთარი თავის, ხო? მე მესმის ესე რომ ინტეგრაცია, ესე იგი გაერთიანება შენი ყველა ნაწილის რაც გაქვს, ხო? აღმოსავლურ კულტურაში არის ინი-იანის ცნება, ხო? ნუ ფსიქოლოგიაშიც არის ჩრდილი, რაც იუნგიანური ნაწილი არის. შენი ჩრდილი, ანუ შენი ბნელი, ესე ვთქვათ, გაუცნობიერებელი ნაწილი და მხარე. რისი გაცნობიერებაც გაძლევს იმას, რომ პირველი იღებ ამას, ეგეთიც ხარ თურმე, ანუ მარტო დადებითი. ხო, ანუ მიმღებლობა შემოდის უკვე თამაში. ხო, მიმღებლობამდე აღმოჩენა იწყებ. ხო. ჯერ უნდა აღმოაჩინო რა არის ის რაც შენთვის იყო მაგალითად მიუღებელი და მე ხვდები რომ ეგეც შენ ხარ და ეგეც შენშია და იწყებ ამ ყველაფრის მიღებას, თუმცა ესე ცალსახა პასუხი ახლა ამაზე არ მაქვს, ბუნებრივია, უნდა გავშალოთ ახლა ეს თემა და რა რას გულისხმობს, იმიტომ რომ ვისთვის რა არის ეს ინდივიდუაცია, ხო, ინდივიდუაცია ვისთვის რას ნიშნავს და გმირის გზა კიდე ხო, ეგეც ერთ-ერთი პუნქტად მესახება ინდივიდუაციისკენ, ეს გმირის გზა რაც ახსენ შენ და ის ჩრდილის აღმოჩენა და ინტეგრაცია, ეგეც მგონია ხო აი მაგის თანხვედრი რაღაც ნაწილი თითქოს, ხო, რაც უნდა გავიაროთ და შენ თქვი პირველი მომენტი არის აღმოჩენაო და აი აღმოჩენამდე რომ მიხვიდე, ხო, აი ეს რაღაც იმპულსი უნდა მოვიდეს, აი გმირის მოგზაურობაშიც არის, ესე ვთქვათ, რაღაცა აი ძახილი თავგადასავლისკენ, რომ შენ დაიწყო თავგადასავალი და შენში ჩაიძირო. და მაგას სჭირდება, ესე ვთქვათ, მზაობა, რომ არ გაექცე შენ თავს შენ ჩრდილებს და რაც თქვი, მე უკვე მიიღო და ჩაინტეგრირო, მაგრამ აი მაგამდე როგორ უნდა მიხვიდე, რომ არ გაიქცე და ეს სამიზნე ამოიდო, რომ აი როცა მიიღებ აი ამ რაღაც გზავნილს, რომ დროა გაყვე მაგას. ხო, ესე ახლა მე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ რაიმე კონკრეტული ამის ტექნიკა, ტრიუკი და რაიმე სავარჯიშო, ახლა მე ცხადია ვსაუბრობ ფსიქოანალიტიკური პოზიციიდან და აქ ყოველ შემთხვევაში რაიმე ესეთი მზა რეცეპტი და ტექნიკა არ არსებობს. ახლა ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაცა შინაგანი ძახილი, ხო? ვიღაცები ცხოვრებას ასრულებენ ისე და მთელი პერიოდი ცხოვრობენ ისე, რომ არანაირი ძახილი, ესე ვთქვათ, მათ არ აწუხებთ შინაგანად. ვიღაცები აქამდე მიდიან იმით, რომ ისინი იტანჯებიან და ეძებენ ძირითადად აი ტანჯვის
მიზეზებს, რომ რატომ ხდება ეს და მე ამას პოულობენ და მე შეიძლება დავარქვათ იმას, რომ ადგენიან ესე ვთქვათ, გმირის გზას. თუმცა ეს გმირის გზაც ცოტა ისეთი ტერმინია, ესეც იუნგიანურია, ცოტა ეზოთერიული ტერმინია. ხო და შენი სიტყვებით ხო მაგას როგორ ახსნიდი აი სხვა ენით ცოტა. ეს არის მე ვიტყოდი ესე რომ ეს არის გაცნობიერება შენი ესე ვთქვათ მანკიერი ნაწილების შენი უარყოფითი ნაწილების გაცნობიერება მიიღება და ამის გაერთიანება შენში ინტეგრირება რომ ესენი ერთმანეთს დაუმეგობრო და პირიქით რა არ დააპირისპირო და რაც თავარი არ უარყო რომ არა მე ეგეთი არა ვარ იმიტომ რომ არავინ არის მომენტები, როდესაც ადამიანი ისეთ რაღაცებს ავლენს ცხოვრებაში, რომ ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება მსგავსი რაღაც ოდესმე გაეკეთებინა, ოდესმე ეთქვა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს არ არის მარტივი, ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს წლები, როგორც აი ფსიქოთერაპია, ფსიქოანალიზიც ხანდახან გრძელდება წლობით ხოლმე და აი ეგ ხდება აი ყველაფრის ესე ვთქვათ აღმოჩენა ამაზე მე რა ანუ დღეს ვისაუბრებ ვეცდები რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე რაღაცნაირად დავხსნა ეს რა პროცესია თვითონ ფსიქოთერაპია, რა პროცესია ფსიქოანალიზი, რას გადის ამ დროს ადამიანი, რას ეჯახება, რას ხდება და რაში ეხმარება, როგორ ეხმარება და იმ ბავშვობაზეც გონებრივია მოგვიწევს რომ იმის უგულებელყოფით ფსიქოანალიზი ვერ იარსებებს უბრალოდ მაშინ რაღაცა სხვა რაღაც უნდა დავუყოთ და კაი იქნება შემდეგ რაც ახსენე რომ ეგ ტერმინებიც კარგად აუხსნათ რომ უფრო გასაგები იყოს ხო რას ებუძნებს ფსიქოანალიზი ფსიქოთერაპია რატო არის ეგრე მაინც და მაინც ჭიდროდ დაკავშირებული ბავშვობასთან და ეგ ესე ვთქვათ დამაკავშირებელი ხიდი რა არის მათ შორის რომ ჩვენ ახლა ესე უნდა ჩავიძიროთ რომ აი იმ წარსულში რაღაცეები გარდაუქმნათ რომ აქ აწყოში უკეთ ვიყოთ თქოს ხო, გარდაუქმნათ, ხო, მოდი მე ვეცდები რომ ავხსნა რამდენადაც შესაძლებელი იქნება ეს. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა რას, რომ დღეს არის დამკვიდრებული მარკეტინგულ ტერმინს ვეძახი ხოლმე ამას მე და ჩვენ ქვეცნობიერი. თვითონ ეს ქვეცნობიერი როგორც ცნება ასეთი ფსიქოანალიზში არ არსებობს, არის ორი ცნება, ეს არის ცნობიერი და არაცნობიერი. ქვეცნობიერი უფრო არის აი დღევანდელი პოპკულტურისთვის ესე ვთქვათ გავარდნილი ტერმინი, რაზეც ძირითადად მუშაობს ხოლმე მარკეტინგი, აი მაგალითად გადააპროგრამე შენი ქვეცნობიერი დაამუშავე, ან ქვეცნობიერში დაამუშავე ტრამვები და რაღაც, ან ქვეცნობიერში რეალურად არანაირი ტრამვები არ არსებობს. ანუ რეალურად არაცნობიერზეა საუბარი. ხო, რეალურად არაცნობიერზეა საუბარი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი არ არსებობს. ქვეცნობიერი არსებობს, უბრალოდ ეს არის ოდნავ ზედაშრე. ნახე და ქვეცნობიერი არის ჩვენი ჩვევები, ეს ავტომატური რეაქციები, ახლა მე რომ ეტყოზე ფეხი ესე მიდევს, ამაზე დიდად არ ვფიქრობ და სხეულმა ეს თვითონ გააკეთა. სხეული შეგვიძლია აღვიქვათ ქვეცნობიერად, სადაც ყალიბდება ჩვენი ჩვევები, ქცევები, ავტომატური აი ესეთი რეაქციები, რომელზე გავლენაც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ შეგვიძლია და უამრავი აქ არსებობს ტექნიკები და პრაქტიკები, ხო? ჩვევების ჩამოყალიბების, რომელიც არის მინიმუმ 21 დღიანი ყველას ექნება ეს მოსმენილი, რომ 21 days. კი, 21 დღის მერე უკვე ჯდება სისტემაში. დღე არის ძალიან მინიმალური, აი 21 დღე სჭირდება ელემენტარულ ჩვევებს. ხო, bare minimum-ი რაც არის, ხო. ხო, აი დილით ადრე ადგომის მიჩვევაც კი შეიძლება არ იყოს 21 დღე საკმარისი, იმიტომ რომ ადამიანმა პარასკევს დალია ჩააგდო, შაბათს მერე რაღაცა, ხო, ანუ ელემენტარულები, ანუ რაღაც საშუალო ჩვევის ჩამოყალიბება სჭირდება დაახლოებით 108 დღე. ოღონდ 108-ში გულისხმობ წარმატებულ გამეორებას. 108 ხოთან საკრალური რიცხვი არის. 108 საკრალური რიცხვია და ნუ დაახლოებით ეგ არის და წარმატებული გამეორება და ეხლა ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში ქვეცნობიერზე. რაზეც ჩვენ ვაგებთ ესე ვთქვათ ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებას. და ეხლა ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მეორე ცნებას, რასაც ქვია არაცნობიერი. სხვა შორის ინგლისურ ენაშიც არის ეს გაყოფილი unconscious და subconscious. ისინი ხმარობენ ამ გაყოფას. უბრალოდ ჩვენთან
დღემდე არის რომ აი ქვეცნობიერი გადააპროგრამე და კი მაგრამ ბატონო ზოგი ამბობს რომ არაცნობიერი უცხოურს გადააპროგრამე. თითქოს unconscious უფრო პოპულარულია ხო, ვიდრე subconscious. კი, აი კი, არის, აქ იქაც ხო, არის. აქ უფრო თითქოს ქვეცნობიერი ხო, უფრო ისეთი არის კი და უბრალოდ ხანდახან აქ სცენაზე. ეშლებათ ესე ვთქვათ ადამიანებს რომ აი გადააპროგრამე შენი არაცნობიერი და დააპროგრამე არაცნობიერი ხო. ნუ რეალურად არანაირი არაცნობიერის პროგრამირება არ ხდება, იმიტომ რომ არაცნობიერთან ესე ჩვენ წვდომა ცნობიერად არ გვაქვს. ქვეცნობიერზეც არ გვაქვს, მაგრამ ქვეცნობიერი რაღაცების გაცნობიერება შეგვიძლია. ანუ აი ეს აი დაახლოებით რომ მივხვდეთ ახლა რაზე ვსაუბრობთ, ქვეცნობიერი შეიძლება აღვიქვათ, აი როწვები მაგალითად დაიძინე და ნუ ტვინი გადადის ნელ-ნელა, რაცა ბეტა ტალღაში, მერე გადადის ალფაში და ზოგადად მედიტაციის დროს ადამიანი იმყოფება ალფა ტალღაში, ანუ არც იქეთ არის, არც აქეთ არის და ქვეცნობიერთან კავშირი მედიტაციის დროს შეიძლება თვითრეფლექსიის დროს შეიძლება თვითანალიზის დროს შეიძლება, ხო? მაგრამ მერე არის მდგომარეობა დელტა ტალღა, სადაც შენ იძინებ და მოდიან სიზმრები. აი არაცნობიერი ყველაზე კარგად ვლინდება მანდ სიზმრებში, წამოწდენებში, როდესაც საუბრობ რაღაცა წამოგწდა და მერე გითხრეს რომ ხა რა თქვი და არც გახსოვს რა თქვი. უიეკ თქვი? იმიტომ რომ ადრე მახსოვს ერთი შემთხვევა იყო ადამიანს დაეღუპა ბებია და აზიარებდა ესეთ რაღაცას რომ ჩემმა ძმამ ძალიან მძიმედ გადაიტანა დედაჩემის გარდაცვალება და ნუ გააგრძელა საუბარი. ეს დედაჩემის გარდაცვალება რეალურად ამბობდა ბებიაზე, იმიტომ რომ დედა ცოცხალია, გარდაიცვალა ბებია, მაგრამ ის ამბობდა რომ ჩემმა ძმამ ძალიან რთულად გადაიტანა დედაჩემის გარდაცვალება. ეს მან თქვა, არ უფიქრია, წამოწდა, ხო. ნუ მე შემდგომ რა ცხადია გააგრძელა საუბარი. ეხლა ის რატო ახსენე, რომ აი წამოწდენები და დავიწყებები, აი რაღაცაზე საუბრობ და გავიწყდა. და სიზმრები, სადაც არაცნობიერი ესე ვთქვათ ავლენს თავს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მასთან ესე ვთქვათ, ეს პირდაპირ გზით წვდომა ძალიან რთულია. და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვერანაირი პროგრამირება იქ ვერ ხდება, იმიტომ რომ არაცნობიერი არის ადგილი, სადაც ინახება ჩვენი მთელი ფსიქიკური ბიოგრაფია, ყველაფერი რაც კი გვინახავს, ყველაფერი რაც კი გაგვივლია და ყველაფერი რაც კი განგვიცდია. მითოლოგიაში როგორც ფსიქია არის, თითქოს აი მაგას გავს აი ყველაფრის უკეთ ემოციები, ცხოველქმედება, ინსტინქტები, აი რაღაც შრეები, აი მრავლის მომცველი რაღაცა შრე ჩვენი. ყველაფერი შეგვიძლია რაც ჩვენ ბავშვობიდან მოყოლებული გავიარეთ და ბევრი რამ არის არაცნობიერში გადყორცნილი, ესე დავარქვათ, განდევნილი, მოდი უფრო სწორი ტერმინი რო ვიხმაროთ. ბევრი რაღაც არის განდევნილი, იმიტომ რომ ფსიქიკისთვის ამის ცნობიერად დატოვება იმდენად აუტანელია და ტრანვირებულია, რომ იქ დაიდო არაცნობიერში მამბუდე და იქ ინახება, ესე ვთქვათ. და ეგ შეიძლება მე რაღაც ჩრდილათაც იჩინოს თავი შემდეგ, აი უფრო ზემოთ რო წამოიწიოს. კი, ნახეთ როგორი რაღაცა არის, რომ ეს არის ერთგვარი არქივი, სადაც აი წარმოვიდგინოთ აი წიგნები, რომლებიც დიდი ხანია ბიბლიოთეკაში დევს, მტვერი აიკიდეს ამ წიგნებად და ჩვენ მე ზემოდან სხვა წიგნებს ვადებთ, მაგრამ ნუ აღარ არის ადგილი და ეს წიგნები გაიფანტნენ, ჩამოვარდნენ, ჩამოიშალნენ, მაგრამ იქ ქვემოთ იმ წიგნებში რა ხდება, იქ ფურცლები როგორ არის სიბინძური, არავის არ მოუშორებია იქიდან და ხშირ შემთხვევაში ადამიანმა არც იცის, არ აქვს ამასთან წვდომა, საკუთარ არაცნობიერთან წვდომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ტრავმებზე და როცა ვსაუბრობთ ბავშვობის ტრავმებზე, ხდება სწორედ აი ამ პროცესის გავლა, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ გრძელვადიანი, გრძელი და იმასაც ახსენეთ თვითონ ეს პროცესის რა არის, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ არასწორი წარმოდგენა ფსიქოთერაპიის, ფსიქოანალიზის მიმართ ხშირ შემთხვევაში. კი, ძალიან კაი იქნება ეგ რო აუხსნათ უფრო გასაგებია. კი, აი ვიღაცებს ცოტა ხა ხუმრობით გონიათ, რომ აი ფსიქოლოგთან რომ მიხვალ, რაღაცა იქ რაც ბლიც ინტერვიუ დაგხვდება და რაღაცა შემეცნებითი პროცესი, ანუ ცხადია გააჩნია ხა ფსიქოლოგიურ სკოლას, იმიტომ რომ აქაც ბევრი სკოლა არის, ცხადია იქ და ზოგი მუშაობს ხელზე ორიენტირებული თერაპიით და ეს არის შემეცნებითი პროცესი, ზოგი თიხაზე მუშაობს, ზოგი არტ თერაპიით მუშაობს და ადამიანებისთვის ესე ვთქვათ ეს საინტერესოა, ეს შემეცნებითია, მაგრამ ეგრაც თითქოს აი აისბერგის მწვერვალის აი პირველი შრეები ვით არის ხო ზედა არის და ჩვენ რა ვსაუბრობთ ახლა არის აი უკვე ის ქვემოთ. კი, უბრალოდ აიქაც ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ყველა არ ითხოვს ამას, აი
ფსიქოლოგთან უმეტეს შემთხვევაში და ფსიქოთერაპევტთან და ფსიქოანალიტიკოსთან მიდის ადამიანი მაშინ, როდესაც ის იტანჯება. და ეს ტანჯვა არის, ესე ვთქვათ, აუტანელი, გაუსაცლისი და მას არ აქვს ამ ტანჯვის მიზეზებთან წვდომა, ესე ვთქვათ რა. არაცნობიერი კონფლიქტები ავლენს კიდე როგორ თავს, ხო, აი სიმპტომების სახით ვიღაცას აქვს შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული შფოთვა, პანიკური შეტევა, სხვადასხვა მოსაზღვრე მდგომარეობები, რომლის დღეს სამწუხაროდ დადუმება, ესე ვთქვათ, ჩახშობა ხდება მედიკამენტებით რა. და სხვადასხვა ესე ვთქვათ ზედაპირული პრაქტიკებით, რომელიც პირველ დონეზე მუშაობს, იმიტომ რომ ადამიანს უკრება სიმპტომი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს წვდომა იმ ყველაფერთან და ხშირ შემთხვევაში მედიკამენტები არ აძლევს ინდივიდს, ესე ვთქვათ, იმის შესაძლებლობას, რომ მან გაიაროს სრულფასოვანი ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ მედიკამენტი გიკლავს სიმპტომს და სიმპტომი ვეღარ ყვირის, სიმპტომი აღარ ხმაურობს შენსა და სიმპტომს შორის ხოდროებით წყდება. მერე იმიზეზის პოვნა, იმიტომ რომ ადამიანს აღარ აქვს სიმპტომი, იქ რაც ნეიროტრანსმიტერების ამბავი ფსიქიატრმა დაალაგა, ესე ვთქვათ, მედიკამენტებით და აქედან გამომდინარე რთულია მერე, ესე ვთქვათ, სრულფასოვანი ფსიქოანალიზის თუ მაგრამ ის ბულა კიდე შენში ცხოვრობს, უბრალოდ ცხადია. ცხადია, უბრალოდ ადუმებ, ესე ვთქვათ რა, ტრანკვილიზატორით და რაღაცეებით და ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ აჩუმებ ცოტა ხნით, რომ უბრალოდ არ შეგაწუხოს. ზედმეტი ხმები არ გამოუშვას. მეტი არაფერი, თუმცა მე ერთადერთი, ბუნებრივია, ახლა როდესაც ადამიანი არის რთულად, მას ჭირდება მედიკამენტოზური ჩარევა, უბრალოდ ჩემი აზრით, მედიკამენტები უნდა ინიშნებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის ფსიქიკური რესურსი არის სრულიად ამოწურული. ანუ მას მეტი აღარ შეუძლია, მას საუბარიც კი არ შეუძლია და მდგომარეობა არის უკიდურესად გაუარესებული. ამ შემთხვევაში ცხადია, მედიკამენტები პირველ ეტაპზე უნდა დაინიშნოს, იმიტომ რომ როდესაც ის არის აქვს, ესე ვთქვათ, ადამიანს გარჩოფილი, ჯერ რაღაცა ფსიქოანალიზის და ფსიქოთერაპიის წარმოება ჯობია ეს არის. გამოაძრო და სისხლდენა შეუჩერო და მერე დაიწყო, ესე ვთქვათ, მკურნალობა. და აი როგორ აი კარგ ადგილამდე მივედით, აი ამ ქაოსში და ამ შტორმში როცა იმყოფება ადამიანი, რომ აი ჯერ არ მისულა სიტყვაზე იმ ზღვარზე, რომ უკვე ვეღარ ახერხებს თავისით მაგას და ჭირდება მედიკამენტური ჩარევა. აი სანამ უშუალოდ აი მაგ კიდემდე და ზღვარამდე მივა, აი ამ ქაოსში და სტორმში რო არის, როგორ შეიძლება მან დაალაგოს თავისი სურვილები, ინსტინქტები, რაც გრძნობები, რომ აი შენ რაც თქვი, ის არის ამოიღოს იქედან და ჭრდილობა განკურნოს თავისით ისე, რომ ხორცი შეხორცდეს და გახდეს ისევ ორგანიზმი და რაღაც არ იყოს ქირურგიული სხვა ჩარევა საჭირო, საოპერაციო არ გახდეს. ხო, საოპერაციო არ და არ დაჩირქდეს სულ შემთხვევაში. კიდე რა. ზოგადად ჩვენ არ ვიცი, კულტურულად გვაქვს აი თუნდაც ექიმთან ვიზიტი ჩვენ შემთხვევაში დგება მაშინ, როდესაც უკიდურესად არის გაუარესებული ჩვენი ჯანმრთელობა, ხო? ეხლა აი კბილებზეც მაგალითად მიდიან სტომატოლოგთან მიდიან ძირითადად იმ დროს, როდესაც ბურღსაც აღარ ექვემდებარება, იქ ნერვი არის მოსაკლავი, იქ არხები არის დასაბჟენი და მოკლედ ასე და ასე შემდეგ, ან საერთოდ კბილია ამოსახები და იმპლანტია ჩასადგმელი ახალგაზრდა ადამიანის შემთხვევაში. ძირითადად ესეა, ხო, გეგმიურ კვლევებსაც არიტარებს ადამიანი, უგულებელყოფს, ესე ვთქვათ რა. ანალიზებს რაც შედის, რაც უნდა გაიკეთო, გადაიმოწმო ადამიანმა და გადის 15 წელი არაფერს არ იკეთებდი და მერე დაუშვათ იმდენად რთული ხდება შენი მდგომარეობა, რომ გჭირდება რაღაც ნაღლის ბუშტის ოპერაცია, პირობითად ვიძახი რა. ან შეიძლება გაგიჩნდეს კენჭი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა საუბრობთ პროფილაქტიკაზე, ხო? ფსიქოჰიგიენაზე. პროფილაქტიკა, რომლის ფსიქიკური პროფილაქტიკაც შესაძლებელია, ესე ვთქვათ რა. თუ ადამიანი ცხოვრობს ასე თუ ისე გაცნობიერებულად, თუმცა როდესაც საუბარი გვაქვს ტანჯვაზე, აი მან ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ რომ ამის დამოუკიდებლად, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლად ამასთან წვდომა ძალიან რთულია და აქ აუცილებლად სჭირდება ადამიანის თერაპევტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველას არა, იმიტომ რომ ზოგს აქვს ინტეგრირებულად ეს შიგნიდან რაღაცა უნარი, რომ გადარჩეს, მარტივად რო ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ აი მაგალითად ადამიანს დაიღუპა პირობითად ვთქვათ, ახალგაზრდა ასაკში დაკარგა მშობელი.
და არიან ძმები, ანდები, ხო? ერთმა შეიძლება ძალიან რთულად გაიაროს და დაასჭირდეს, ესე ვთქვათ, სპეციალისტის დახმარება და მეორემ ეს გადაამუშავოს დამოუკიდებლად. ამიტომ ამ თემაზე აი ესე ზოგადად ვერანაირი ეს ფრაზას ამ შემთხვევაში ვერ მოვარგებთ, იმიტომ ხო, უნივერსალურად ხო ვერ უნივერსალური ერთიდან რომ ამბობენ, რომ ადამიანები ერთნაირები, არა თუ ერთნაირები, არამედ ორი ერთნაირი ფსიქიკის მქონე ადამიანიც კი ძალიან რთულია რომ მოძებნო, იმიტომ რომ მოვლენებს ყველა აღიქვამს სხვადასხვანაირად თავის, ესე ვთქვათ, ფანტაზმში, თავის წარმოსახვაში, თავის გონებაში, თავის ემოციებში. აქედან გამომდინარე, ვიღაცისთვის რაც არის მატრამვირებელი, სხვისთვის შეიძლება ეს იყოს იმთავითვე რესურსის მომცემი. ანუ ვიღაცისთვის რაც არის ძალიან მოსაწონი, ვიღაცისთვის ხო, ვიღაც სხვა პროგრამაში მოქმედებს საერთოდ. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ყველას თავისი, ესე ვთქვათ, შინაგანი სამყარო და მისი, ესე ვთქვათ, წარმოსახვები და ფიქრები აქვს. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რა, ანუ ვერ მოვარგებ ყველას რაღაცა ერთი და იგივე ტერმინს, თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვა მოიცავს ბუნებრივია პროფილაქტიკას და პროფილაქტიკა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზი უნდა ვიტაროთ წელიწადში ერთხელ. ბევრი სხეულზე ორიენტირებული ტექნიკები და პრაქტიკები არსებობს, რასაც შეუძლია რომ ეზიაროს ადამიანი. აღმოსავლური ბევრი ტექნიკა და პრაქტიკა არის, რითიც შენ შეგიძლია იოგა მაგალითად ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გიმუშავებს, ესე ვთქვათ, და გასწავლის სხეულთან ურთიერთობას რა. აი ამ ზედაპირულ შრეებზე, ამ შფოთვის, რაღაც ამ სუნთქვებით, ამ მოდუნებებით, ხო? ხო, მინიმალურ ტექნიკებს გაძლევს ხო? კი, რაც ანუ პროფილაქტიკისთვის გეხმარება, რომ აი რაც თქვენ ახსენეთ, რომ არ გადაგიждდეს ადამიანი და ხო, რომ კარგად გაფილტრო შენი სურვილი და ინსტინქტები და ის რაც ფიქრები, საიდან მოდის რა არის, რომ არ წაგლეკოს მაგან მე რაღაც. ხო, მეორე ცოტა მე ვფიქრობ, რომ სიღრმეც უნდა გქონდეს ამისთვის და ინტერესი, რომ ამას ჩაუღრმავდე, ხო? ვიღაცეებისთვის ეს იმდენად ირეალური სამყაროა და იმდენად ზოგისთვის არაფრის მომცემი და გაუგებარი, ხო, რომ რა უნდა ვიპოვო იქ რა აზრია. ხო, მაგარ როგორ უნდა რაღაცა შეკითხვაოს არა. ხო, რა, იშოვე ფული გააკეთე საქმეები, ხო, მაგრამ ვთვლი რომ ადამიანი, რომელიც აი შინაგანი სამყაროთი ინტერესდება, მას რაღაცა დონეზე სიღრმე უნდა ქონდეს და ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. ეს სპონტანურად ხდება მხოლოდ იმ დროს, როდესაც აი კიდე ერთხელ ვიმეორებ ის არია გარჯობილი და უბრალოდ გინდა რომ გადარჩე რა. ხო, და ეგეც ნუ შენ როგორც სიტუაციის მიხედვით უკვე ვიღად მეც ვიცნობ, კარგად რო ახსენებ, ვიცნობ ეგ ადამიანებს, ვინც თავისითაც ძალიან კარგად შეიძლება გაუმკლავდეს მაგას და არ დაჭირდეს ვიღაც ხვის დახმარება. მე მაგალითად მირჩევნია რომ აი პროფესიონალთან ერთად კარგად დავამუშავო, იმიტომ რომ ჩემი ნატურიდან და აი უკან რაც გიდგას ეს რიგი ყველაფერი ოჯახი, ტრაუმები, პროგრამა რაშიც ხარ ბავშვობა, ხო ყველაფერი თავს იჩენს რა და ერთი კაი შედარება გამახსენდა და აი პროფილაქტიკაზე რო თქვი ეგრევე თქონდა ხო მანქანაზე წავედი და მე მგონი რა გჭირს ცე ადამიანებს რომ საკმარისად არ ვიაზრებ და მადლიერები არ ვართ რო ეხა სხეულში ვარ და ცოცხლები ვართ აი ხა ძალიან მაგარი და ძვირადღირებული მანქანა რო იყიდო მაგას ხო ყოველთვის აი რამე ნაკაწრი რო კონდეს აი მაგამდეც არ მიიყვან და აკრავ ზემოდან რაღაცა სულ ატარე პროფილაქტიკაში რო რამე არ მოუვიდეს და ადამიანები ხამბით რო ხო სრული სერიოზულობით ვამბობ ნაკავს ხედავ ყოველდღიურად იმიტომ რომ მეზობელზე ამ შემთხვევაში რომელიც იმდენად მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ეს 4 ხარ კინა ესე დავაკეთე მანქანა რომ არა თუ ნაკაწრი, ნუ ნაკაწრი პრობლემა არის. ხო, მაგამდე არ ვიდდეს, ხო. რა, უკვე ესე ვთქვათ რა, მექანიკურ ხელოსანთან. შემთხვევაში აი უკვე ბამბით და თავისი ზეჟანგებით ყველაფერი ზედაპირულად ასუფთავებს და ნუ ესეც ნუ ცალკე ის არის. ხო, ეგეც ერთგვარი გადავლაშება არის, მაგრამ ანუ საქმე რაში არის, რომ ანუ გონია რომ გავიაზროთ და უფრო მეტად მადლიერები ვიყოთ, რომ იმის რაც გვაქვს, მეტად მოვუვლით თავს შეიძლება. აი იგივენაირად ადრე მითხრა უნივერსიტეტში ვსწავლობ ლექტორმა, რომ აი რატო არის დედამიწა ესე დღეშიო, რომ აი ამდენი დანაგვიანება და რაღაცა, იმიტომ რომ არ მიგვაჩნია რომ ჩვენია დედამიწა. აი პროცესს მომხმარებლები ვით ვართ, რომ აი მოვედით რაღაც ვიხმართ, წავედით, მაგრამ აი რო შეიგრძნო, რომ აი შენი
ადამიანია დააფასო მოვა, უკვე სხვა ხარისხში გადადის შენი და პლანეტის ურთიერთობაც და კი ეს აი პარალელი რო გავავლოთ რა შეგვიძლია რომ მივაწეროთ ესე ვთქვათ ან შეხედეთ აი ბავშვი რომელსაც ეძლევა ოჯახში საკვები, საჭმელი, სითბო, რაღაცა მზრუნველობა, სტუდენტი ხდება, არ აქვს ესე ვთქვათ, ჯერჯერობით სამსახური და უზრუნველყოფს მას ოჯახი, ხო? და რაღაც ეტაპზე დგება მე მარტო უწევს ქირით გადასვლა, მარტო ამ ქირის ხდა, მარტო ამ საკვების მომზადება, იმიტომ რომ შეიძლება გამოძახება და ეს როდესაც აი ეს ეტაპი მოზარდის ცხოვრებაში დგება, როდესაც ის ეყოფა უკვე მშობლებს და იწყებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, როგორც წესი ამ დროს იხსენებენ და აფასებენ იმას, რაც ჰქონდათ, რო იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის რომ არ ვიცი როგორ გადავიხადო კომუნალური. მე არ ვიცოდი როგორ უნდა გადამეხადა კომუნალური, ამას ამბობენ ხშირად, იმიტომ რომ იხდი და ყოველთვის დედა, მამა, მშობელი. უკვე ამ ფაქტის წინაშე რო დგები, მე ის შენთვის ის წარსული, რაც არ იყო ესე ვთქვათ, მადლიერების მომცემი იმ მომენტში ადამიანისთვის, იმიტომ რომ მზა პროდუქტი მოგეცა, ხო? გაიღვიძე არის საუზმე სხვადასხვანაირი სახში, ხო, რაღაცა. ვახშამი არის, ტანსაცმელებს გირეცხავენ, უნივერსიტეტში გადასახადს კი ხდიან ასეთაცი, მე აღმოჩნდები ცხოვრებაში მარტო და ხვდები რომ ის რა ძვირფასი იყო. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რა ეს გარდამტეხი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც აი გმირის გზა რო ახსენეთ დასაწყისში, მე ვიტყოდი ესე რომ ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა გახდე საკუთარი ცხოვრების ავტორი. ანუ შემოქმედი, პასუხისმგებელი, მოდი ესე დავარქვათ, რომ დღეიდან მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ცხოვრებაზე და გავიზარდე. ხო, ეგ ძალიან კარგად ილინკება იქ ხო გმირის იმასთან. ხო, შეგვიძლია ახლა მომფიქრდა ეგ ამბავი გმირის გზაზე რომ დავიწყეთ საუბარი, როგორ შემეძლო რომ ეს ცოტა ხო, გასაგებ ენაზე მეთქვა. და ძალიან კარგი და გასაგები ისე მიწერი ტრანზიცია არის, როგორ შეიძლება. ხო, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარი ცხოვრების ავტორი რომ გახდე, ეს არის რეალურად რომ გმირი გახდე, ესე ვთქვათ, საკუთარი არსებობის და ყოფითი ცხოვრების. და ხო, და გაიზარდო რა თქმა უნდა ამ ყველაფერში. თუ არ გაიზრდები, მოგიწევს. მოგიწევს, ხო, მოგსვაგზარი და აი ხშირად ამ მომენტში ეს ყველაფერი ჩვენზე ხო არა დამოკიდებული, აი გარე სამყარომაც შეიძლება რაღაცა ეს ერთგვარი დაბრკოლებები შემოგთავაზოს ცხადია. და იქნება ის ფიზიკურიც და ინფორმატიურიც და მე უფრო მაინტერესებს აი ეს გარედან შეომავალი რაღაც, ну, ვიხმარამ სიტყვას ნაგავი, როგორ შეიძლება გავფილტროთ, აი რაღაც გონების დამცავი მექანიზმი, როგორ შეიძლება ავაშენოთ რაღაცა კედელი, რომ ეს ჩვენი პირადი საზღვრები დავიცვათ და უფრო გავიგოთ რა არის ჩვენი, რა არა, რომ აი ამდენი ინფორმაცია რომ შემოდის და ჩვენ ამ გზაზე დავდექით, დავიწყეთ რა დამოუკიდებლად ცხოვრება და უცბად აი რა ცუნამი გეცემა 1000 რაღაცის. ხო, დღესდღეობით ამას ვერ გაიქცევა ადამიანი, იმიტომ რომ ეს დიგიტალიზაციის ეპოქა გვიდგას და ინფორმაციას ვიღებთ იმ რაოდენობისას და იმდენს, რისთვისაც რეალურად ჩვენი ტვინი არ არის გაწვრთნილი, ესე ვთქვათ. აქედან გამომდინარე, რთული ხდება იმ ბრჭყალებში ნაგვისგან პროფილაქტიკა, ესე ვთქვათ, თავიდან. თუმცა რაღაც პატარ-პატარ რაღაცები არსებობს, ახლა წინა დღეებში რაღაც კვლევას გადავაწყდი. არ იყო დიდი კვლევა, პატარა კვლევა იყო, რაღაც 257 კაციანი. რა დროსაც ერთ ჯგუფს გააუქმებინეს სოციქსელები, მეორე ჯგუფს დაუტოვეს და ამოწმებდნენ შფოთვის ხარისხს უბრალოდ. და საგრძნობლად იკლო, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც სოციქსელებთან კავშირს კარგავ, ესე ვთქვათ, რაღაც ეტაპზე დეტოქსს აკეთებ, შენი დოფამინი ძალიან გირტყავს რა, ანუ სტრესი ამისთვის, იმიტომ რომ მიჩვეული იყო სკროლას, ესე ვთქვათ, რაღაცა ინფორმაციის მიღებას და ამას გთხოვს, მაგრამ ერთი 2-3 დღიანი ამბავი რომ გადააგორებ, მე ეს ენერგია მიემართება აბსოლუტურად სხვა რაღაცისკენ და შესაბამისად ნაგვისგანაც, ესე ვთქვათ, იფილტრებ. ხო, დეტოქსიკა ის საშუალება არის. ხო, და სოციალური დეტოქსი არსებობენ ადამიანები მე მინახავს, დადიან 2 ტელეფონით. ერთი არის smartphone მაგალითად და მეორე არის კნოპკიანი გათანამედროვებული Nokia, ოღონდ რომელსაც ვიტყოდ ვერ გამოიყენებ რა. ნუ Nokia ხა სიტყვა მახსოვდება რომ სხვა რაღაც ერქვას. რომელსაც ვერ გამოიყენებ სასკროლად, ესე ვთქვათ. და როდესაც უნდა ადამიანს
დეტოქსი, სიტყვაზე და რაღაც ცოტა ხნით ისვენებს და აქვს ეს ტელეფონი. ვთქვათ ხო. იმიტომ რომ მიურთიერთია ამ ადამიანებთან, მინახავს, მიკითხავს და ეს მოუმიზეზებია ზუსტად რომ აქვს ორი და ხანდახან დავდივარ ერთით, იმიტომ რომ ვიცი რომ იმ დღეს არ მუშაობს საქმეები, არ მაქვს და ამ ტელეფონით ეს ტელეფონი გჭირდება მხოლოდ იმისთვის რომ დაარეკო ესე ვთქვათ რა. ეს ახლა გამახსენდა დეტოქსზე რომ საუბრობთ რაღაც პატარა რჩევის სახით, თუმცა ისე ზოგადად დღევანდელ ჩვენს ეპოქაში ძალიან რთულია ამისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ბავშვებისთვის მით უმეტეს. ეხლა ჩვენ კიდე შეიძლება გავიაზროთ, რომ ეს ასარიდებელია და ბავშვები იზრდებიან თვითონ ამ. ხო, და მე ჩვენ ვართ ერთადერთი თაობა, რომელიც მოესწრო, ყოველ შემთხვევაში ქვიშაში თამას უტელეფონობას. მახსოვს ჩემ დროს Sony Ericsson-ი იყო ანტენიანი. ხო, გრძელი და მე აი ამ ბოლო თაობა. ხო, მე даже პირველად რო გავდიოდი ეზოში და მობილური უნდა წამეყო რომ რამე დედაჩემს უნდა იყო, ძალიან მეუცნაურებოდა და սկისთან რომ რაღაც არაორგანული იყო, რომ ეხლა რა თვიდა მობილური. და მოგვარდნოდა გაგეტეხათ საუბრობთ, გატეხავდი ერთის და მეორე ის იყო რა, შორტებით გადიხარ ტელეფონი სად უნდა ჩაგეთო ეხლა. ფეხბურთელის ფორმა გაცვია, ფეხბურთს თამაშობ, იქ ტელეფონი არ ჯდება. ხო, სადღაც შეიძლება მოეპარათ. ხო, ვიღაცას რა. ან ხო, შეიძლება მე ისეც მქონია მაგალითად, რომ მე მქონდა ტელეფონი და ჩემ მეგობრებს არა და კომპლექსი მიჩნდებოდა მე რომ მე მაქვს და იმათ არა და ეგ მომენტიც შეიძლება იყოს ბავშვებში რომ გარკვეულწილად. ხო, თუმცა დღეს ბავშვები უკვე იბადებიან ტელეფონებთან ერთად. ხო, და ჩვენზე მეტი იცი, ეგ სხვა ჟანრია საერთოდ. ხო, ამიტომ ეპოქა არის სხვა, უკვე ეს დიგიტალიზაციის ეპოქა არის, რაც სამწუხაროდ ვეღარ შეიცვლება, იმიტომ რომ შეიცვლება მხოლოდ იმისკენ, რომ ეს უფრო მეტად განვითარდება. აი დაახლოებით 10 წლის უკან იყო, მე მახსოვს ფილმს უყურე Her ესე ქვია. ფენიქსი თამაშობს და მაშინ ამ ფილმის ჟანრობრივი აღწერა ზოგადად ფილმებს ხო აქვთ, იყო პირველი იყო სამეცნიერო sci-fi ესე ვთქვათ, სამეცნიერო ფანტასტიკა და მელოდრამა. და ამ ფილმს რო უყურე, ცხადია იმ პერიოდში სამეცნიერო ფანტასტიკა დააღიქმებოდა, მაგრამ ფილმი არის თვითონ ისეთი რაც ლამაზია და ძალიან ღრმა და ფსიქოლოგიურად ძალიან საინტერესოა. თუმცა იმ მომენტში არ მიფიქრია, რომ ის შეიძლება ყოფილიყო რეალური, რომ მას მართლა უყვარდება რაღაცა წარმოსახვითი ხმა. მაგ რეალობაში ესე მალე თუ შევა და ეს ხმა, ესე ვთქვათ, ჯიბეში ყავს, ესე ვთქვათ, უბრალოდ არ არის ხელშესახები რეალური. და ძალიან საინტერესო იყო ეს ფილმი მაშინ ჩემთვის და სამეცნიერო ფანტასტიკა, მეთქი რა საინტერესო ჟანრია. მახსოვს სტუდენტი ვიყავი და მაშინ იმ პერიოდში ამას განვიხილავდით და დღესდღეობით ფაქტობრივად იგივე როლს ასრულებს AI, ChatGPT, მე მგონი ხმის დაყენება შეგიძლია. უკვე იქამდე მივიდივართ, რომ ხო რობოტებშიც მალე შეიყვანენ და ხელშესახებიც გახდება რაღაც მომენტში, ხო. ვითარდება, ენას უკეთესად სწავლობს, გრამატიკულად მე მგონი უკეთესად წერს და საუბრობს და რეალურად ის რაც იყო სამეცნიერო ფანტასტიკა, დღეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. ეს კიდე საწავ, თან მე ვამბობ 10 წლიანი იმას, იმიტომ რომ ჰერც 13-ში გამოვიდა, კაი 12 წელი გავიდა, დღეიდან 12 წლის მერე, სად მოვხდებით, კიდე არავინ არ თან ტემპი ისეთი აქვს აკრფილი ამ იმას, რომ აი მართლა არ ვიცი რა იქნება. იქიდან გამომდინარე, ალბათ მნიშვნელოვანია დეტოქსი და დეტოქსი არ მოიცავს ცხადია მარტო სოციალებთან განშორებას, დეტოქსი მოიცავს ხანდახან თუ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა დედაქალაქიდან და დიდი ქალაქებიდან ხო ამ ველს რომ მოწყდე ცოტა ხანი. ხო, ცოტა ხნით გასვლას, ხო, აი სიბინძურიდან, ბეტონის ჯუნგლებიდან, იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯში რაღაცა შენდება, ეს ტვერი და ეს გამონაბოლქვი და აი რაც ვახსენეს პრაქტიკები, რაც შეუძლია ადამიანს რომ ეზიაროს, ხო, იოგა იქნება და აიჩიციგუნი, ანუ ეს ყველაფერი რეალურად. ხო, რაღაც ისე დამომიწებელი და შენი თავის შემეცნებითი რაღაც ერთი შემეცნებითი, მეორე დეტოქსი ამისგან, ამ ყოველფრისგან, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს მაშინ მატერიალურ უცნობრობაზე, ეს ვთქვათ, წახვიდე აღმოსავლეთში სადღაც. ხო, და ეგეც არ მგონია. მიუძღვნა შენი თავი რაც ასკეტურ. ხო, ნუ ვიღაცებს შეიძლება ეგეთი გზაც აქვს და არიან კიდევაც, ხო და მისაღებია, მაგრამ ხო აი მე მაგალითად როცა სოციალები, აი მაგათ Facebook საერთოდ აღარ ვიყენებ და ძალიან დიდი აი ამოსუნთქვა გავაკეთე. ის არ მაქვს ხო და
იმიტომ რომ უკვე აი მახსოვს ბავშვობაში ძალიან მაგარი იყო Facebook, იმიტომ რომ სათამაშოდ იყო და მარტო ჩვენი თაობა იყო და მერე რომ წაბოვიდა მეტი ხალხის რაოდენობა გაიზარდა და მაგ პლატფორმამ უკვე თავისი ფუნქცია იცვალა და გახდა ყველას აზრის ნებისმიერი ადამიანის აზრის პლატფორმა. უკვე მან შემოვიდა ძალიან დიდი ინფორმაციის ნაკრები. ყოველ დღე ვკითხულობდი მინიმუმ 100-150 კაცის ყველა მხრივ განსხვავებულ აზრებს. მე გონებაში მაგას ფიქრობ, შენ არ გინდა არ გინდა რაღაც და მივხვდი რომ ოპა უნდა არ მინდა ეს უკვე მაზიანებს მე და ხო სამუდამო დეტოქსი ავირჩიე. ხო, აიო, თან მანდ აი ხა ახსენე რომ ბევრი ადამიანის განსხვავებულ აზრს ვკითხულობდი ხო და მე რომელი იყო შენი ვეღარ ხო. იმიტომ რომ ცხადია ამ ხლა ინფორმაციას რო იღებ ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი საინტერესო გაცნობიერება ადამიანში არის ის რომ მან გააცნობიეროს რომ რასაც ფიქრობს ყველაფერი მისი არ არის. და ეს არის გარედან შემოსული ფიქრები და ბუნებრივია, როდესაც ეს სოციალურ აქტივობებში იქნება ეს სოციალური თუ რაღაცა, იმდენი ხმები გესმის გარედან, რომ გეკარგება შენი რეალური ხმა, ანუ ვეღარ ხვდები ვინ ხარ. აი, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, იმდენჯერ გიწევს სხვისი როლის თამაში, რომ გავიწყდება საკუთარი თავი როგორია. და როდესაც აი ეს დეტოქსი ხდება, ამიტომ არის აი ეს თვით რეფლექსიის, თვით შემეცნების პრაქტიკები მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი ცოტა ხნით ამას მოწყდეს და უბრალოდ რაღაც დონეზე, ნაწილობრივ რაღაც დონეზე მოусმინოს ამ თავის ხმას. მეგობრებო, ძვირფასო გამომწერებო. სიახლე გვაქვს თქვენთვის კიდევ ერთი. გუშინ ჩვენ ჩავუშვით ჩვენი ახალი Telegram-ის ჯგუფი. ეს არის ჯგუფი, სადაც დაიდება ექსკლუზიური კონტენტი, გაზიარდება ესე ვთქვათ, ექსკლუზიური ცოდნა და ინფორმაცია. ჯგუფი არის თვიური გამოწერის ტიპის და რაღაც სიმბოლურ თვიურ გადასახადზე არის. აქ იქნება ეს თქვარი QR კოდი, რომელიც შეგიძლიათ დაასკანეროთ და გადაგიყვანთ ეს QR კოდი უშუალოდ ჯგუფში, ხოლო ჯგუფში თქვენ ნახავთ ინფორმაციას ასტროლოგიაზე, ტრანზიტებზე, ალქიმიაზე და სხვა მრავალ ეზოთერულ და შემეცნებით თემებზე. მოკლედ, გელოდებით Telegram-ში, აბა. ხშირად ამ ინფორმაციით და მარტო ინფორმაციითაც არა, ცხოვრებისეული ტრაუმებითაც და კომპლექსებითაც ხო აი შენ თქვი, შეიძლება ნიღბებივით გავიკეთოთ, რაც როლები ვითამაშოთ და ეს არ იყოს ჩვენი აუთენტური გამოძახილი. აი მე ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში, რომ აი სხვადასხვა ჩაცმის სტილები შევიცვალე, ლაპარაკის მანერები და ხვდებოდი, რომ ეს იყო შეძენილი, იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანები ჩემთვის იმ დროს იყვნენ ავტორიტეტები და ვბაძავდი თითქოს და მინდოდა მათნაირი ყოფილიყავი. და როგორ შეგვიძლია, რომ ერთი ვარიანტი კი არის ეგ დეტოქსი და ეგეთი პრაქტიკები, რაც ცოტა გაცილებს ამას, მაგრამ უხროს იღრმისელა და სიტყვაზე ფსიქოანალიზიდან ფსიქოლოგიური კუთხით, რომ მე ჩამოვიშალოთ ეს ყველაფერი, გავთავისუფლდეთ და დაუბრუნდეთ ჩვენ აუთენტურ თავს, ვინც ვართ და როგორც მოვედით. ხო, ისე მივადექით იმას, რაზე საუბარიც მარტივი არ არის და ხო. მაგრამ საჭირო არის, მოკლედაც არ გამოვაცხადია, ხო. კარგი, ვიცდები ხო, აქაც რაღაცნაირად დავალაგო ეს ამბავი. ანუ ბუნებრივია ჩვენ ადამიანი ატარებს ნიღბებს და ეს არის მისი თავდაცვის, ესე ვთქვათ, მექანიზმი, რომ არ გაშიშულდეს. რატომ არ უნდა რომ გაშიშულდეს? ამაზე პასუხი ყველას აქვს თავისებური რა. მოდი ახლა გავყოფ ეს რაღაცას, რომ ადამიანს აქვს ორი რეალობა, ეს არის ობიექტური რეალობა, ხო მე და თქვენ აქვს ხედავთ და მეორე არის ჩვენი ფსიქიკური რეალობა. ძირითადად ჩვენ ვიტრამვებით ფსიქიკურ რეალობაში, ანუ ჩვენს წარმოსახვაში, წარმოდგენებში და ემოციებში. და როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი ავთენტური თავი და როგორ შეიძლება მუშაობდეს ამ შემთხვევაში ფსიქოანალიზი და საერთოდ ბევრს აინტერესებს ხოლმე რა პროცესია ეს და რა ხდება ანალიზანტსა თუ იგივე თერაპევტსა და პაციენტს ან კლიენტს შორის, ხო, როგორც შეგვიძლია ისე დავარქვათ. პირველი ვიტყვი იმას, რომ არ არსებობს ამ შემთხვევაში არანაირი სავარჯიშო, არანაირი ტრიუკი და არანაირი, ესე ვთქვათ, ტექნიკა. რაც ფსიქოანალიტიკოს და ფსიქოთერაპევტს აქვს, ეს არის უბრალოდ ცოდნა თეორიული და ტექნიკური ნაწილის. მხოლოდ ეს. დანარჩენი უშუალოდ ეს პროცესი იმიტომ არის ხანგრძლივი და გრძელვადიანი, რომ ადამიანს უწევს პროცესში ძალიან ბევრი ისეთი მოგონების გახსენება,
რომელიც მას ცნობიერად არ ახსოვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისთვის არ არის აუცილებელი ტექნიკები, თვალი დახუჭე და მედიტაციები და ტრანსი. ეს მოდის საუბარში, როგორც ვახსენეთ, რაღაცა წამოცნენები, რაღაცა საუბრები. ხშირად არის, რომ ადამიანს არ უნდა რაღაცაზე საუბარი. შეიძლება სესიებმა ჩაიაროს სრულიად სრულ სიჩუმეში. თუ როგორც წესი თემებს არჩევს თვითონ ადამიანი, თუ ადამიანს არ უნდა საუბარი, გაურბის რაღაც კითხვებს, შეიძლება 40-50 წუთი გავიდეს სრულ სიჩუმეში. სესია დასრულდეს. ქონია ეგეთ სესიები ყოფილა სესიები 50 წუთიანი სიჩუმე არ ყოფილა, მაგრამ ყოფილა სიჩუმეები, იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა იმ რაღაც ნაწილთან შეხვედრა. ეხლა მეორე ნაწილი რა პროცესია ის და როგორ შეიძლება ეს ადამიანს დაეხმაროს ამაზე როგორ თქვა ადამიანებს მაყურებელს ხშირად აინტერესებს ხოლმე რა პასუხი რომ რა ხდება, იმიტომ რომ იციან რა ხდება დაუშვათ არტ თერაპიის დროს, იმიტომ რომ მე ვხატავ, მე ხდება ამის ანალიზი, შენი შინაგანი რესურსები ძალიან ხილულია აღმოჩენა, რა რესურსები გაქვს, რა განწყობები გაქვს, ასე და ასე შემდეგ. და უბრალოდ ადამიანებს აინტერესებთ ხოლმე როგორ ხდება ამ ბავშვობის ტრამვების გადამუშავება, ანუ რას ნიშნავს ეს. და რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ აი არაცნობიერზე როცა ვსაუბრობდით, და ვთქვით, რომ ეს არის არქივი, სადაც ინახება ყველა ჩვენი მოგონება და ხშირ შემთხვევაში ინახება ისეთი მოგონებები, რომლის ეხლა უცებ ცნობიერად ამოტანა იმდენად გაუსაძლისია ჩვენთვის, ხო? იმიტომ რომ გაახსენო ადამიანს, აი მისი სურვილები ბავშვობის, თუნდაც ფანტაზიები იქნებოდა ეს სექსუალური, დესტრუქციული, რაცა უნდა ყოფილიყო. შეიძლება იმხელა სირცხველის განცდა გამოიწვიოს ამან, რომ ამის ეხლა ცნობიერად გახსენება ძალიან რთულია ფსიქიკისთვის, შესაბამისად ეს ხდება ძალიან ნელ-ნელა, ეტაპობრივად და არა ჩაჭერით, ესე ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე ეს პროცესი იწელება და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე იმ ბავშვობის ტრამვების ხელახლა გავლა ოღონდ უსაფრთხო გარემოში. იმიტომ რომ მე და თქვენ თუ საუბრობთ და თქვენ თუ იწყებთ რაღაცების გახსენებას, პირველი რაც მინდა ვთქვა ის, რომ ფსიქოთერაპევტი ადამიანს არ აფასებს მორალურად. ეს სივრცე არ არის შეფასებების ადგილი. ის არ არის ადვოკატი, არ არის მოსამართლე, არ არის მეგობარი, არ არის მშობელი, არავინ არ არის, თუმცა ფსიქოანალიზში არსებობს ესეთი ცნება, რომელსაც ქვია ტრანსფერი. ტრანსფერი ნიშნავს იმას, როდესაც პაციენტი და კლიენტი იწყებს მის თერაპევტზე იმ მოგონებების გადატანას და ესე ვთქვათ, იმ როლს აძლევს ადამიანს, რაც ბავშვობაში მას ჰქონდა, მაგალითად უსაფრთხოებას განიცდიდა დედის მიმართ, მამის მიმართ, დაცულობას, სიმშვიდეს და მერე ეს როლი შეიძლება მოირგოს უბრალოდ იმ თერაპევტმა მისთვის, მის ტრანსფერში. და აქედან გამომდინარე, ამ პროცესის გავლის დროს ის ხდება, რომ უკვე ეს უსაფრთხოა. ნელ-ნელა რაღაცები ანალიზდება, უამრავ რაღაცას პასუხი ეცემა და ყველაზე მთავარი აქ არავინ არ გაფასებს, არავინ არ გეჩხუბება, არავინ არც ერთ შენ წარმოსახვით ფიქრს იქნება ის კიდევ ერთხელ ვიმეორებ სექსუალური თუ დესტრუქციული, არავინ არ აფასებს, არავინ არ გიგრძალავს. აქედან გამომდინარე, შენ გაქვს სრული უფლება ისაუბრო იმაზე, რაზეც მოგინდება, რაც პირზე მოგადგება, რაც თავში მოგინდება. რაც მანამდე ვერ ქენი. რაც მანამდე ვერ ქენი და რაც უმეტეს შემთხვევაში არც კი გახსოვს რა გინდოდა მაშინ. იმიტომ რომ ყოფილა მომენტები ბავშვს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ჩერდება. იმიტომ რომ მგონი ეს სირცხვილია. ხანდახან თვითონაც ან შეიძლება უგზალავენ რომ რა დებილობებს იძახიან. უგზალავენ, ისეთია უკრძალავდნენ ჩვენ კულტურაში განსაკუთრებით გვიკრძალავდნენ ხა ემოციების გამოხატვას, ხო? იმიტომ რომ ადამიანს ხანდახან ადამიანებს რომელსაც უკრძალავდნენ ემოციების გამოხატვას, თვით გამოხატვას შეიძლება მერე ეს ადამიანი რაღაც პერიოდის მერე პირობითად წავიდეს ხელოვნების სფეროში, სადაც მას შეუძლია ამის გამოხატვა აი ამ ფორმით, ხო? დახატოს ან აი მსახიობები იდეალურად ერგებიან ამას, როდესაც ისინი სხვადასხვა როლს თამაშობენ და რო შეეკითხები, ბავშვად რატო აირჩიე ეს პროფესია, ამბობენ რომ მე მაქვს სათქმელები და უბრალოდ სხვადასხვა პერსონაჟებით მე ამას ვამბობ, ჩემებურად, ხო? კი, ახსნა. ვფიქრობ, რომ აი როდესაც საუბარი დგება ხოლმე ბედნიერებაზე, არა მარტო ჩემის აზრით, ბედნიერება ეს არის, როდესაც ადამიანი ახერხებს იმ ბავშვობის დროინდელი განდევნილი სურვილების, აი ძალიან საკრალური სურვილების დღევანდელ ცხოვრებაში ნაწილობრივ ან სრულად განხორციელებას რა. და
ამას მე მოაქვს ბედნიერება, იმიტომ ხე გეცოდინებათ სახეობები, რომლებიც მატერიალურად ისე ვერ არიან, მაგრამ აი სცენის მტვერი მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ეს როლები იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად ბედნიერები არიან იქ, იმაში, იმ საზრდოს აძლევს სულის ასე. ამიტომ თუ იპოვი იმას, რაც იყო შენთვის, აი და ეს ბავშვობის სურვილში არ გულისხმობ იმას, რომ მე ხანძრე მინდოდა გამოსულიყავი და ფრინავი და თუმცა ესეც მოიაზრება ცხადია, უბრალოდ ამის უკან რადგას ეს არის მნიშვნელოვანი, რატო გინდოდა რომ შენ მე ხანძრე გამოსულიყავ? რატო გინდოდა? ხო, მეხანძრეობა უკვე ფორმა და შედეგია, მაგრამ მაგის უკან დგას ის სურვილი და ემოცია, ან რაღაც იმპულსი, რამაც გიბიძგა მაგ ფორმის ძიებისკენ. ხო, კი ბატონო, ხო, რატომ უნდა ადამიანს რომ გამოვიდეს ექიმი, რატომ უნდა რომ გამოვიდეს თუნდაც მსახიობი და ასე ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ამის უკან რა დგას აი ამას როდესაც პოულობს ადამიანი და რეალურად ეს პროცესი, ეს პროცესია რა და ხშირად ადამიანებს გონიათ რომ ეს არის პოზიტიური ცვლილებების რაღაცა სივრცე, ფსიქოლოგთან მივალ და რაღაცა კარგად გავხდები. ხო. იმიტომ რომ ბევრისგან მსმენია ეს, რომ აი ხა ფსიქოლოგთან მივალ და იქიდან გამოვალ რაღაცა გახარებოდა ხშირ შემთხვევაში, როდესაც იწყება ფსიქოთერაპია და ფსიქოანალიზი, ხშირ შემთხვევაში ხდება კიდეც შეიძლება მოხდეს სიტუაციის დამძიმება, პირიქით, შფოთვის გაძლიერება, იმიტომ რომ სიმპტომი არის ის, რაც ფსიქოანალიტიკოს ჭირდება, იმიტომ რომ სიმპტომს მიყავს მიზეზებამდე და თუ არ არის სიმპტომი, არ არის ტანჯვა, რთულია, იმიტომ რომ პროცესში ალბათ ტანჯვა გაძლიერდეს და ხანდახან ადამიანს იმდენად აქვს დამცავი მექანიზმები ჩართული, რომ არ გიშვებს, თვითონაც არ გიშვებს და შეიძლება არ მიგიშვას ცინიზმით, იუმორით, ინტელექტით, ანალიტიკური გონებით, შეიძლება წინააღმდეგ არა, ეს რა შუაშია. ხნი? და აქედან გამომდინარე, ცხადია, ხა როდესაც კვირაში ორჯერ ხდება ეს პროცესი, შეიძლება ეს გაგრძელდეს წლები და უბრალოდ შემდეგ არის ეს ძალიან ტრანსფორმაციული. და აქედან გამომდინარე, ვიღაცებს შეიძლება ის დარჩეთ რა. დაუკმაყოფილებლობის განცდა მოლოდინში იმედ გაცრუება, რომ ფსიქოლოგთან მივედი და ის არ დამხვდა რაც მეგონა. ხო, ის არ დამხვდა გურუ. აი, ერთად აი რაც მინდა მივაწვდინო მსმენელებს ადამიანებს, რომ ფსიქოლოგი არ არის ექიმი. თუ ხშირად უთქვამ, თქვენ ექიმი ხართ? ნიკო ექიმი. არა ვარ ექიმი. ერთადერთი ფსიქიატრიის ცოდნა ეხმარება ფსიქოლოგებს და რაღაც დონეზე იციან, თუმცა ფსიქოლოგები არ არიან ექიმი და რაც მთავარია არ არიან გურუები. ანუ გურუ, რომელიც ნიშნავს მასწავლებელს, რომელიც არის შენი მენტორი და ფსიქოლოგები არ არიან კოუჩები, ასე ვთქვათ რა. და კოუჩინგიც დღეს ძალიან ისეთ მოდაშია, ხო, ლაიფ კოუჩი, ტრანსფორმაცია. ხო, ძალიან მოდაშია. მინდა რომ უბრალოდ ეს ყველაფერი გავყოთ, რომ იცოდეს ადამიანი. მაგრამ მე ვერ ხვდები ექიმები რატო არ არის, იმიტომ რომ მაინც ხო რაც უხილავშრის ესე ვთქვათ განკურნაში ეხმარები. სამედიცინო გაგებით. ხო, სამედიცინო გაგებით, ხო, მაგრამ უფრო ისეთი სიმბოლური გაგებით ხო შეიძლება? კი, სიმბოლური გაგებით შეგვიძლია ბევრ რაღაცაზე ვისაუბროთ, უბრალოდ არიან ფსიქიატრები, რომლებიც მერე მიდიან ფსიქოთერაპიაში და ადრე ვამბობდი, რომ ყველაზე ძლიერი ესე ვთქვათ ფსიქოთერაპევტები ხდებიან, ფსიქიატრები, რომლებიც გამოიყვნენ ამას, ანუ აქვთ ცოდნა ამ ტვინზე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ და მერე გადადიან ფსიქოთერაპიაში და ძალიან ბევრი იარაღი აქვთ იმისთვის, რომ ადამიანს მოარგონ და მიხვდნენ რა სჭირდებათ. თუმცა ექიმი ვიგულისხმე ხო სამედიცინო გაგებით არ არის ექიმები ესე ვთქვათ, თუმცა ხო, ნუ იქვე ახლოს მდგარი ესე ვთქვათ პროფესია არის, მეტაფორულად თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ სულიერი ნაწილის მკვლევარი, ესე ვთქვათ. ცოტა ეზოთერიული გამოვიდა, მაგრამ სხვა უფრო ახლოს მდგარი ტერმინი არა მაქვს. მე სხვა შორის გუშინ მკითხავდი მაგაზე, რომ აი გროვ ემზადებოდი მეც გადაცემისთვის, რომ ფსიქოლოგია რას ნიშნავს, საიდან მოდისო და ფსიქოს და ლოგოს, რომ ანუ სულის ესე ვთქვათ მაგასთან აკავშირში ხო და რა მაგარია, რომ მე რატომღაც მეგონა, რომ აი გონებასთან იყო უფრო და თურმე რამხელა შრე აქვს ვის მიღმა, რომ თლიან სულს მოიცავს სამშვინველს, ემოციებს და ყველაფერს რაც მასში ილექება. კი, აი რატომაც თქვით, რომ აი ორი ნაწილი ხო ცნობიერი და არაც ცნობიერი. ცნობიერი შეგვიძლია ჩვენ მივაწეროთ და არის კიდეც გონება, ჩვენი ანალიტიკური გონება, ჩვენ ვაზროვნებთ, რაღაც ამოცანებს ხსნით, ვფიქრობთ, ხო? არა ცნობიერი არის ის ნაწილი, რაზე ჩვენ ცდომა არ აქვს. ანუ ეს ბევრად ქვედაშრია, ძალიან ღრმაშრია, რომელიც უბრალოდ გონებაში არ ტივტივებს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ყველაფერი რომ გონებაში ამოტივტივდეს, რა ჩვენ არა ცნობიერი. ვერ დავიდევთ ალბათ ფიზიკურად, ხო? აი დიჯიტალიზაცია არის მონაგონი. ხო, ალბათ, ხო. მთელი ჩვენი შინაარსები რომ ერთდროულად ამოვიდეს
ну იქ ძალიან რთულია. არა, იქ შეიძლება ფსიქოსთანაც იყოს მე კავშირში, რომ ამიტომ როგორც წესი ეს არ ხდება, აქ ადამიანებს აქვთ ხოლმე სურვილი, მინდა რომ გავაცნობიერო. ყველაფერი მინდა რომ გავაცნობიერო. ხშირ შემთხვევაში მაგიტო ახსენე რომ ეშლებათ ერთმანეთთან ეს ქვეცნობიერი პროგრამები არის აბსოლუტურად სხვა, ეს ჩვევები და ასე შემდეგ და არაცნობიერი რომელსაც პროგრამებთან არ აქვს კავშირი, ეს მინდა რომ ეს გაყოფა ვთქვათ, არის აბსოლუტურად სხვა. ხო, რაც უფრო სიუცე სავით წარმომესახება. ეს არის შენი ფსიქიკური, ესე ვთქვათ, ბიოგრაფია, მთელი შენი გამოცდილება. დაბადებიდან, შენი ემოციები, შენი თქმები, არქივი კაი სიტყვაა შენი მაგისტრის, ხო? არქივი რასთან წდომად შენ არ აქვს. აი როგორ შეგვიძლია ახლა დავუშვათ აქ რო იყოს ესე ვთქვათ ჩასასვლელი სარდაფში. და რაღაცების და გამო ეს სარდაფი და ვეღარ ვაღებთ გარს. დაიკეტა რა, ანუ ჩაიჭედა, მოვიტანეთ ხელსაწყოები, ვეჭიდავებით, მაგრამ ნუ არ გაიღო რა, ვერ ვაღებთ. და რა ვქნათ ახლა ესე ხوار დავტოვებთ და გადავაფარეთ ზემოდან ხალიჩა, გავღებეთ და ასე შემდეგ. აი იქ რაც ხდება, აი ეს არის არქივი. და ის იქ ყოველთვის იქნება. ჩვენში ყოველთვის არის და ამიტომ არის რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და ბუნებრივია ეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, 5 სესიაში რომ არ ხდება. კი ბატონო. თუ ადამიანი ამას იწყებს, ესე ვთქვათ, უნდა მიყვეს კიდე ცოცხალი პროცესი არის. ცოცხალი პროცესია ერთი ხა მე მაგალითად პირადად ჩემს ფსიქოანალიზს გავდივარ, კვირაში 2 ჯერ დავდივარ, თუმცა არ ვიტანჯები. არ დავდივარ, იმიტომ რომ ვიტანჯები. ეს არის უბრალოდ შენი არაცნობიერი ნაწილის კვლევა და ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგები თვითონ უმჯობესია, ვიტყოდი რომ გავლილი მოსმენილნი იყვნენ, ესე ვთქვათ, სხვა ადამიანის მიერ, იმიტომ რომ მე შენ შეგეძლოს უკეთესად მოსმენა სხვა ადამიანის, როდესაც შენ თვითონ იცი დაცლილი ხარ, განსწავლული ხარ აი ამ შენს ემოციებში, ტრანსფერებში და შეგიძლია მე სხვა ადამიანს უკეთესად მოусმინო, ესე კი ბატონო. აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი რომ იტანჯებოდე, თუმცა ძირითადი მიზეზი რატომაც ხდება მომართვიანობა, ეს არის ტანჯვები, ეს არის ყველაზე ხშირი მიზეზი. ყველაზე ხშირი ეს არის სიმპტომები და სხვადასხვა გამოვლინებები, უბრალოდ არის ხოლმე ბუნებრივი მომენტები, აი დასაწყისში რო ახსენე ადამიანს გონია ბლიც ინტერვიუ და რაღაცა შემეცნებითი პროცესი და იქ რაღაც უნდა გააკეთებინო მას და რაღაცას რო გააკეთებინებ, ის დაუშვათ იქიდან გამოვა ძალიან ესე პოზიტიური. ხო, აღმატებული და მეორე აი ყველაზე ცუდი სამწუხაროდ რაც არის დამკვიდრებული ეს წარმოქმნა არ ვიცი რატო არის მე მივალ და ის მე რჩევას მომცემს და მეტყვის როგორ უნდა მოვიქცე. ყოველ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია ეს სწორად და რჩევა შეიძლება ძალიან ცუდადაც დასრულდეს, იმიტომ რომ ფსიქოლოგი იმხელა როლს იძენს ადამიანის ხო, პასუხისგებლობას იღებს უკვე მაგის იმაზე. ერთი რომ რჩევა შეუძლია მისეს მეგობარს, ოჯახის წევრს, ახლობელს, მასწავლებელს და ასე შემდეგ. ხო და როდესაც აწყდებიან იმას რომ რჩევებს თურმე ფსიქოლოგი არ იძლევა და არც სავარჯიშოებს არ აკეთებინებს და არც ახატინებს, ასე ვთქვათ, ფსიქოანალიტიკოსი მაგას ხარი. ცოტა გაუგებარი პროცესია მათთვის, თუმცა რო კითხავ იტანჯებიან თუ არა, არ იტანჯებიან. უბრალოდ ინტერესის გამო აინტერესებდა, თუმცა იმედგაცრუება შეიძლება დარჩეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლოდიში მე სხვას ველოდი და სხვა რაღაც დამხდა. ხო, და მეც მათ შორის იმ კატეგორიაში გავდივარ, ვინც პირველად რომ მივიდა ფსიქოლოგთან და თერაპიაზე, რაღაც მაწუხებდა, ესე ვთქვათ, ვიტანჯებოდი და აი ჩემ შემთხვევაში ეს იყო დაკავშირებული რაღაცა ძველის გაშვებასთან და ახლის მიღებასთან და ასევე აი ის იყო რომ ნეგატიურ მოვლენებზე დამოკიდებულების შეცვლასთან. რომ აი რაღაც ნეგატიური მოვლენა იყო და ეს სურათხატი ჩარჩენილი მაგ და ხშირად შეიძლება და ყოფილიყო რომ ეს სურათხატი უფრო მძაფრი იყო რომ მაგაზე ვფიქრობდი და წარმოვიდგინე ვიდრე თვითონ მოვლენა. აი კიდე რა უცნაური ფენომენი არის ხო? აი რაზეც ვისაუბრებ, ფსიქიკური რეალობა, შენი აღქმა, შენი წარმოსახვები, ერთი და იგივე მოვლენაზე მე და თქვენ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული რეაქციები გქონდეს და ამასაც აქვს თავისი პასუხები. თუმცა ცხადია, ხა ჩვენ არ შეგვიძლია ამას უპასუხოთ, იმიტომ რომ ამასთან ეხლა წდომა არ აქვს. თუმცა აი დასაწყისში რაც დავიწყეთ, აი როგორ შეიძლება ადამიანი ესე ვთქვათ, გამთლიანდეს ნელ-ნელა. და როდესაც აი ამ გზაზე დგები, შეგვიძლია დავარქვათ თქვენ სიტყვებით გმირის გზა, როდესაც საკუთარ თავს ჩემი არ არის მე ეს უბრალოდ მომიშვენია, იმიტომ რომ მგონია რომ კარგად ასახავს არს რაღაც ის. ხო, საკუთარი თავის გაცნობა. ხო. გაცნობიერება, შენი არაცნობიერი სურვილების, მოდი ესე დავარქვათ. ხო, ეგ ხო კავშირდება დიდ ტკივილთანაც, იმიტომ რომ შეიძლება ეგოს სიკვდილსაც მიხვიდა მან დიდ ტკივილთან.
ხო, ცხადია, ბუნებრივია, ტკივილებთან არის დაკავშირებული, სეპარაციასთან არის დაკავშირებული. იმიტომ რომ ნახეთ არსებობს ასაკები და ყველა ასაკს აქვს თავისი განვითარების, ესე ვთქვათ, სტადია, ხო? რაღაც ასაკში შენ გიწევს უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება და ეს ბუნებრივია, რთულია. მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება გიხაროდეს, რომ ვა, როგორც იქნა, გადავედი და ეხლა მარტო ვიქნები, მე აღმოჩნდა ბევრად რთული ყოფილა თურმე მარტოობა, იმიტომ რომ ახლიდან გიწევს ესე ვთქვათ, სიარულის სწავლა, ახლიდან გიწევს რაღაცების სწავლა. და აქედან გამომდინარე, ხო, ტკივილთან არის ცხადია დაკავშირებული, ტკივილთან არის დაკავშირებული მშობლებთან განშორება, იმიტომ რომ ადამიანი დადგება თუ ქრონოლოგიურად ხდება ისე რომ ნუ ჯერ მშობელი მიდის და მერე მიდის ესე ვთქვათ შვილიც, თუმცა არა ქრონოლოგიურადაც ხო ხდება კი სამწუხაროდ. და ეს ყველაფერი ეს განშორებები არის ძალიან ტრამვირებული და ჩვენ ცხოვრებაში ამ მატერიალურ ცხოვრებაში ვერ გავიქცევით ამ ყველაფერს. ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობა არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ რაღაცებს, მაგალითად ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ ასაკი გვემატება. ჩვენ ვართ ლიმიტირებული სურვილებში. ჩვენ დავბერდებით, ნაოჭები გაგვიჩნდება, ვეღარ ვიქნებით იმდენად აქტიურები, როგორც ვიყავით, ხო? ამ ყველაფრის წარმოდგენა ცხადია არასასიამოვნო, ეს არ არის პოზიტიური ფიქრები, ბუნებრივია, მაგრამ ეს არის რეალობა. და როდესაც ადამიანი ამას მიიღებს, რომ ცხოვრებაში ამ ყველაფრის გავლა მოუწევს იმის გავლა, რომ საყვარელ ადამიანებს დაკარგავს, ხო? შობელი, გარდაუვალია, ხო, ასე და ასე შემდეგ. და ამ ყველაფრის გააზრება კიდე სხვა სიტყვა. გააზრება არის, როდესაც მე და თქვენ საუბრობთ და თეორიულად გავიაზრე. გაცნობიერება არის, როდესაც ეს მე მივიღე. თუმცა არც ეს არის მოკლევადიანი და მარტივი პროცესი და როდესაც აი ამ რაღაცებს აღიარებ, რომ ასაკი გემატება და ასე შემდეგ, ბევრი რაღაც იცვლება, ვფიქრობ, რომ უფრო ინტეგრირდები აი ცხოვრებასთან და იღებ აი ყველაფერს. ხო და ცხოვრებას უფრო ფართო განზომილებაში ხედავ, რომ ცხოვრება ესეც არის. მარტო ის კი არა, რომ ეხა ვარ ახალგაზრდა აქტიური და მაგარია. ესეც არის, მაგრამ ბევრად მრავლის მომცველი არის ცხოვრება. და ეს თამაში. გამოცდილებებს აგროვებ. ხო. გამოცდილებებს აგროვებ, იმიტომ რომ მამაკაცების შემთხვევაში, როდესაც აიდგება კლიმაქსის პერიოდი, ხო? მათი ესე ვთქვათ ლიბიდინარული ენერგიის და თლიანად არა, მაგრამ საგრძნობლად ესე ვთქვათ დავარდნა ეწყებათ ხოლმე კრიზისები, ხო? შუახნის ასაკის კრიზისი, რაც ეძახიან და ზოგს უფრო 60-ს მერე აქვს ხოლმე. რთულია ძალიან მამაკაცისთვის აი ამ პერიოდის გავლა, ამიტომ ხვდება, რომ ის უკვე ვეღარ არის იმდენად აქტიური, აი რაც ვახსენე, ლიმიტირებულია, შეზღუდულია სურვილებში. აქედან გამომდინარე, როდესაც დაგროვილი გაქვს შენ სხვა გამოცდილებები ცხოვრებაში, რაღაცა სიღრმეები, მერე უფრო მეტად უადვილდება ადამიანს ამ კრიზისის და ეტაპის გავლა, იმიტომ რომ იცოდა რომ სხვა საინტერესო რაღაცების არსებობს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არ აქვს დაგროვებული, დგება ძალიან დიდი კრიზისის წინაშე და ამ შემთხვევაში ხდება სწორედ აი თუნდაც ვახსენოთ ფსიქოანალიზის დროს ის რომ ამას აპოვნინო აი ეს ბავშვობის აი ეს მნიშვნელობები, ეს განდევნილი სურვილები, ის კონფლიქტები, ემოციური კონფლიქტები, რაც არსებობდა, რომ დააბრუნო, ესე ვთქვათ, დღევანდელ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არის ბევრი სუიციდალური ცდილობები, ასევე ერთ-ერთი მძიმე არის იპოქონდრიული პაციენტები. იპოქონდრია არის დაავადების გაჩენის შიში, ესე ვთქვათ, შფოთვა დავარქვათ, ოღონდ არო ვაიმე ხა ის არ დამემართოს. ვაიმე ეს არ დამემართოზე მეტად არა. მე ეს მჭირს უბრალოდ ექიმები ამას ვერ ხვდებიან. გექნება შეხვედრა, ან შეიძლება ხსმენიათ კიდეც იპოქონდრიაზე, რომ აი როდესაც წარმოიდგინე ადამიანი ამ დროს ექიმებში დარბის იმის დასადასტურებლად, რომ ექიმა დაუდასტუროს, რომ ის რასაც ფიქრობდა, რომ დაავადება ქონდა, იქნება ეს ღვიძლი თუ კვანძები უჩნდებოდა სიმსივნე, რომ ექიმა დაუდასტუროს, რომ ხო, ეს მართალია. იმიტომ რომ მუდმივად იქექება ტელეფონებში ამ რაღაცა სიმპტომებს აკვირდება, მერე ფსიქიკურად რაღაცებს თვითონაც იწვევს. პანიკაშია, ხო. პანიკაშია, რომ მას რაღაც ჭირს, ან თუ არ ჭირს, მალევე გამოუვლინდება. შესაბამისად, ექიმში იმიტომ დარბის, რომ ეს ექიმი ეუბნება, რომ თქვენ არაფერი არ გჭირთ, ჯანმრთელი ხართ. მას არ ჯერა. მიდის მეორე ექიმში, მიდის მესამე, მიდის თურქეთში, მიდის გერმანიაში და ბოლოს შეიძლება ვიღაცამ უთხრას, რომ ნუ სიმულიანტობთ.
თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ. რაც შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტად მატრამვირებელი მისთვის, იმიტომ რომ ის თავის ფსიქიკურ რეალობაში არ სიმულიანტობს. მას მართლა აქვს განცდა, რომ მის სამყაროში ეგ არის და მე შეიძლება უფრო განვითარდეს, უფრო მძიმე, აი მე ფსიქოს რასაც ვეძახით, ფსიქოზი არის არარეალურ სამყაროში. ხო, რეალურად ხო მაქამდე მივიდივართ, რომ ჩვენ ფიქრებს და შინაგან ფსიქოსომატიკას აქვს ძალიან დიდი ძალა, რომ ზეგავლენა მართლა მოახდინოს ორგანიზმზე. ხო, მე ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ აი თავისი ფიქრის ძალით და შფოთვით, აი მართლა რაღაცეები მომხდა, მათ სიტყვა შეიძლება ღვიძლმა ცოტა რაღაცა ვერ ქნა თავის საქმე, ვერ გადაამუშავა სასმელი. ხო, ვერ გადაამუშავა სასმელი. ნუ, ბევრი შემთხვევა არიან და ხო, აი მაგაზეც რო ვისაუბროთ, რას ფიქრობ, რომ აი ამ ფიქრის ძალა და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ იფიქრო და ეგეთი მაშინ არ იყო, შეიძლება გამოავლინო მე შენ ყველაფერი რისიც გეშინო და გამოიწვია, ხო? აქვს, ვერ ვიტყვი რომ 100%-ით აქვს ამ ყველაფერს გავლენა, იმიტომ რომ მაშინ ეს ფიქრი უნდა იყოს ძალიან ძლიერი. თუმცა გააჩნია აქ არის შემთხვევები, როდესაც ხო, ნუ ბუნებრივია, რომ ფიქრს აქვს დიდი ენერგია, ესე ვთქვათ, ეს არის ენერგია, უბრალოდ აქ უფრო სწორი იქნებოდა საკუთარ თავთან კომუნიკაციის სწავლა, რომ როგორ უნდა ისაუბრო საკუთარ თავს, ხო? ხა როდესაც შენ თავს მუდმივად უმეორებ, რომ შენ ეს არ შეგიძლია, შენ ეს არ გამოგივა, ძალიან ნაკლები შანსი გაქვს, რომ გამოგივიდეს. ხო, ნეგატიურ კონტექსტში ფიქრობ უკვე. ოღონდ მართალი. ხო, რა მაგარია. თუ შენ ამბობ, რომ შენ შეგიძლია და ამბობ, რომ ეს არ შეგიძლია, ორივე შემთხვევაში მართალი ხარ. არა იმიტომ, რომ მარტო იმიტომ, რომ ფსიქიკას ესე ესმის. თუ ამბობ, რომ არ შეგიძლია, შენ არც არაფერს არ გააკეთებ, იმიტომ რომ არ შეგიძლია. იქვე ამთავრებ. არა, ხა მე ხარ შემიძლია თქვენთან მოვიდე აქ იოსელიანის ქუჩაზე, აღმართია მე ვერ ამოვალ. და მე ვერ კი აღარ ამოვალ. ხო. იმიტომ რომ ორგანიზმი მოთხოვს, რომ წამოვწვე. ხო, ეგრე განეწყობი უკვე და წავიდა მთელი პროცესი. ხო, განწყობის ფსიქოლოგია გვაქვს და ნუ მე უფრო ვიტყოდი საკუთარ თავთან კომუნიკაციის სწავლა სჭირდება ამ დროს ადამიანს, როგორ უნდა ისაუბრო საკუთარ თავს და არსებობენ დღესდღეობით ფსიქოლოგები, რომლებიც აი ამას ასწავლიან ადამიანებს, როგორ ესაუბრო სწორად შენ თავს და როგორ განაწყო, როგორ დაიწყო დღე დილით მაგალითად და ასე შემდეგ რა. ამ თემასთან ეგრევე გამახსენდა ეგეთი ფრაზა და რას ფიქრობ შენც მაგაზე, რომ დისციპლინა სხეულზე, ჩვენ ხო რაღაც ეს მაკრო და მიკროკოსმოსი ერთმანეთს იმეორებს, ეგ პრინციპი არის და დისციპლინა სხეულზე ავტომატურად უდრის დისციპლინას გონებაზე, რომ შენ თუ შენი სხეული დისციპლინაში ყავს და ეგრე ცხოვრობ, აი სტრუქტურიზებულად და ასე შემდეგ. გონებაც ავტომატურად გილაგდება ეგრე, აი რაღაც თანხლები პროცესი არისო და აი მაგაზე რას ფიქრობ და რამდენად მნიშვნელოვანი არის ისეთი დისციპლინის ქონა აი ამ სამყაროში. უფრო განვითარო შენი თავის ეს უნარები, უფრო კარგად ესაუბრო, რომ მე სიტუაცია კრიზისები როცა დაგიდგება, გაუმკლავდი, ან როცა გმირის იმაზე რაც ვისაუბროთ, რომ აი ბავშვობიდან ამოდიხარ, ისე კი არ იყოს, რომ აი ერთხელ მიხვედი და ვშორა, მე წავა. არა, აი შენ რაც თქვი, რომ კვირაში ორჯერ დავდივარ სტრუქტურიზებულად, იცი რომ ეს შენი დისციპლინა არის, საჭირო არის, გჭირდება. აი რამდენად მნიშვნელოვანია რა ხო, დისციპლინაზე უბრალოდ აი სიტყვა რამდენჯერაც მესმის, სულ ავტომატურად ჩემში მოდის წარმატება. პირდაპირ დაკავშირებული არის და ჩვენ რო ვკითხოთ აი სპორტში ვინც მუშაობს სპორტის ფსიქოლოგები, ძირითადად სპორტსმენები აღწევენ ესე ვთქვათ წარმატებას, მაშინ როდესაც არიან დისციპლინირებულები. ანუ შეიძლება შენ იყო ძალიან ნიჭიერი, მაგრამ თუ არა გაქვს დისციპლინა, იმიტომ რომ პირობითად ვარჯიშზე წასვლა ეზარება ადამიანს. ყოველ დღე мотиваცია ვერ გექნება. შეუძლებელია გქონდეს ყოველ დღე мотиваცია, მაგრამ თუ გაქვს დისციპლინა, შენ მიდიხარ იმ შედეგამდე. და მე საბოლოო ჯამში ამას სხეულიც ეჩვევა და შენგან დამოუკიდებლად აი ამას გთხოვს, ხო, იმიტომ რომ ხა კბილებს როდესაც იხეხავს დილაობით ადამიანი, როდგება არ ფიქრობს. რომ მოდი ხა გამოვიხეხო დღეს თუ არა, დღეს არ გამოვიხეხო, არა შედიხარ და ავტომატურად პირს იბან, კბილებს იხეხავ, ხო? ანუ გადადის ეს ჩვევაში. მივდივართ ქვეცნობიერად. როდესაც გადადის ესენი ჩვევებში და ცხადია, როდესაც ოღონდ სხეული და გონება ცოტა ჩამორჩებიან ერთმანეთს, აი მაგალითს მოვიყვან. მაგალითად წვილი დაშორდა ერთმანეთს. ან ერთმა მიატოვა ესე ვთქვათ მეორე და ну მიიღეს გადაწყვეტილება გონებით რომ მან მიგატოვა ან ურთიერთობა დასრულდა ან თავისუფალი რავი როგორც კიდე ისე თქვი ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა აღარ გრძელდება გონებით მიღებული გაქვს მაგრამ გიჭირს ხო იქ ტირილი გინდება იქ
იმ ნაცნობ ადგილებში რო გადიხარ, მუხლი გიცახცახდება, ტრიგერდები, ეს ტრიგერის ის არის დღევანდელი თანამედროვე სიტყვა და აქედან გამომდინარე ეს იმას ნიშნავს, რომ მე გონებით კი მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ სხეული არ მომყვება ჯერ. სხეულს ჭირდება დრო, რო გამოყვეს და აი თქვენაც ახსენეთ ეს პრაქტიკები, სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები ამაში ხმარება ადამიანს რა. იგივე პროფილაქტიკას შეგვიძლია ეს გავატაროთ, რომ ნაკლებად მოწყვლადი ხდები მე რაღაცეების მიმართ. ვიღაცებთან შედარებით. ხო, და ეგ პროცესიც უფრო მარტივდება თითქოს ეგ გონებიდან სხეულში გრადაცია. კი, ანუ დინარეს უხსნი გეგონება კალაპოტს რო ხო, გამოცდილება საკუთრებ რა. ხო, აი ველოსიპედს ატარებ. კი. როგორ ისწავლე შეგიძლია უთხრა მსმენელს? ჩემთან უკანა ეზოში და დასაწყისიდან ხო აი კარგად არ მახსოვს. კარგად არ გახსოვს, მაგრამ ვეღარ დავივიწყებ. ვეღარ დაიწყებ, მაგრამ ვიღაცამ რო გთხოვოს, აი ველოსიპედის ტარება მასწავლეო. ხო. შეგიძლია სწავლო? აუხსნა ესე ვთქვათ, თეორიულად. კი, თეორიულად აუხსნი, მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება ვერ განახორციელოს დასაწყისიდან ალბათ. დაიცემა. ხო, დაიცემა. ყველა ვარიანტში დაიცემა, ხო. აქედან შენ აღარ დაიცემა. თუ იქ იმას რაღაცას არ გაძურა და არა, ხო, ჯაჭვი არა მოვარდა, ხო. დაიჭირა და რაღაცა არ დაიცემა, მაგრამ ადამიანი რომელიც პირველად სწავლობს ველოსიპედზე წაბორწიკება იქნება აუცილებლად დაიცემა რა. ამიტომ ძალიან რთულია ახლა ჩვენ აუხსნათ ადამიანებს ველოსიპედზე, კი ვეტყვით რომ დაჯექი, ეცადე წონასწორობა შეინარჩუნო, მოეშვი, არ დაიძაბო და აბა შენიცი. შეიძლება რაღაცებით უთხრა. დაჯდა ეცადა რომ არ დაძაბულიყო, ეცადა რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა, მაგრამ წაიქცა და გვეუბნება რომ გავაკეთე, წავიქეცი რა. თუმცა რაღაც პერიოდის მერე ეს გადადის ჩვევაში, ავტომატურ ჩვევაში, რა დროსაც შენ ამას ფიქრის გარეშე ხო, როგორც ცურვა სიტყვაზე, ხო, როგორც წერა და სხვა ყველა და ხო, როგორც ნებისმიერი სპორტის სახეობა, როგორც ჯაგრისი ტკბილების ესე ვთქვათ, ხეხვა ხო, ეხა მარჯვენა ხელით მიცი. ეს ყველაფერი არის ქვეცნობიერში, ხო? შენ თუ აი ეს პროგრამები არის ქვეცნობიერის ამბავი, ჩვევები, ხო? არის ქვეცნობიერი ნაწილის, სადაც ძირითადად აი პროგრამირებას ესე ვთქვათ, რომ ეძახით, აი ეს ჩვევები, აი იქიდან შეგვიძლია ჩვენ ვცვალოთ, რასაც ჭირდება ძალისხმევა. ამასაც ჭირდება ძალისხმევა, იმიტომ რომ არ არის მარტივი ახლა შენ 21 დღე და მერე 48 დღე და 108 დღე წარმატებული გამეორებების გაკეთება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ძალიან დიდ დისციპლინასაც სასიამოვნო მაშინ ხდება, როდესაც იცი შენ ამას რატომ აკეთებ. ის კი არა რომ ზოგადად კარგია, ზოგადად ყველა მიცის რომ ჯანსაღი ცხოვრება კარგია, მაგრამ რატო არ ცხოვრობ? ხო, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ შენთვის რა აღიქმება, ესე ვთქვათ, ეხლა მე მახსოვს მოკლედ მასწრებ ესე იგი რათებაც მინდა რომ მე შემოგთავაზო აი გეგონება ხო, ჩვენ როგორ ვუყურებთ სამყაროს, ეხლა აი მახსოვს ერთი ფრანგი ოლეგა იყო. მოკლედ სიგარეტი კლავს, ხო, ცუდია და მეც არ ვეწევი დავანებე თავი. თუმცა მახსოვს ერთ-ერთ ადამიანს რო ვკითხე, მან მითხრა რომ ცხოვრებაც კლავს. და გააჩნია თვითონ როგორ უყურებს და ნუ ის ადამიანი ეწეოდა ესე ვთქვათ რა, სიგარეტს, ხო და ამით იღებდა რა, ესე ვთქვათ, სიამოვნებას, ხო. აქედან გამომდინარე, ყველამ ვიცით რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენში ეს როგორ ფორმირდება, ჩემში რას ნიშნავს ეს და თუ ვერ ცხოვრობ ჯანსაღად, რატო ვერ ცხოვრობ? იქნებ არც მინდა. იმიტომ რომ ზოგი ადამიანი არის, რომელიც არის ტკივილში და არ უნდა მას მაქიდან გამოსვლა. არ უნდა იმ ტკივილიდან გამოსვლა. და ეს საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ის სამყარო მისთვის არის იმდენად ნაცნობი, ხო, კომფორტის ზონა უკვე. და ხო, ნუ ზედაპირულადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომფორტის ზონაა, რომ მისი დატოვების მერე მან არ იცის რა სცენარში შეიძლება ამოყოს თავი და იმ გაურკვევლობას ურჩევნია რომ იქ იყოს, იმიტომ რომ იქ რაღაც ნაცნობ რაღაცებს გრძნობს მიუხედავად ძალიან მძიმეს. ხო, მაშინ შენ რამე ისეთი ალტერნატიული ხელჩასაჭიდი უნდა შეთავაზო, რომ იმ სეპარაციას რო დაიწყებს მაგ სამყაროდან იქ ჩაეჭიდოს, რომ შეუცნობელში არ გავიდეს. შეთავაზოს ნაკლებად უნდა გააცნობიერო, ვინო აღმოაჩენინო, რატო არ უნდა იქიდან გამოსვლა. რას ვერთმობს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველასთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა. ხო, ანუ ინდივიდუალ, მაგრამ თავარი არის მაგის იდენტიფიკაცია, აღმოჩენა და ესე ვთქვათ, მაგ ბნელ მხარეში სინათლის შეტანა. ხო. და ჯანსაღი რო ახსენე, მეც მინდა მაგაზე მეკითხა, რომ ჯანსაღი ცხოვრება კი ახსენე, მაგრამ აი ჯანსაღ ურთიერთობებს კიდე რა ქმნის აი პარტნიორებს შორის სიტყვაზე იმ მაგაზეც რო ვისაუბროთ. ურთიერთობები რთულია. ხო, ძალიან რთულია. ურთიერთობები ჩვენთან განსაკუთრებით რთულია და გააჩნია კულტურას, იმიტომ რომ პირობითად ჩვენთან ურთიერთობებში რა პრობლემატიკაც აქვს წყვილებს, ფინეთში მაგალითად არ აქვს. იგივე პრობლემები, ხო.
ხო, ესტონეთში არ აქვთ და ასე და ასე ხო. შემდეგ, ხო და ჩვენთან მე რასაც ვაკვირდები, ну სტატისტიკა არ მიწარმოებია ამაზე, კვლევები არ მაქვს, უბრალოდ ჩემ დაკვირვებას გაგიზიარებთ, არის ის, რომ ადამიანები ერთმანეთში ნაკლებად საუბრობენ გულწრფელად და ნაკლებად აფიქსირებენ მათ რეალურ გულწრფელ მოთხოვნილებებს. რაღაცის გამო რაღაცის მიღწევა იწყება და ნუ მერე ხდება კონფლიქტები, მერე ხდება გაუგებრობები და ბოლოს ცხადია რაღაცა გაურკვევლად იშლება ხოლმე ეს წვილი, იმიტომ რომ ნებისმიერი ურთიერთობა არის გაკვეთილი შენ ცხოვრებაში, ხო, როგორიც არ უნდა იყოს ის და აუცილებლად გექნება ცუდი გამოცდილებები და უნდა გქონდეს კიდეც აი რომ ვახსენე რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ვაღიაროთ ის რომ ჩვენ დავბერდებით, ჩვენ შევიზღუდებით, ესე ვთქვათ, რაღაცებში, ანალოგიურად ჩვენ გვექნება ცუდი გამოცდილება. კი, მწარიც და ტკბილიც ორივე უნდა იცოდო. ხო, ეს აუცილებელია რა. რო კაი გურმანი იყო. მაგიდან გამომდინარე, უბრალოდ ჩვენთან არის პრობლემა იმის, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ უფიქსირებენ ზუსტად მათ სურვილს, რა უნდათ. არის ხოლმე ძალიან ხშირად ვნება ერევათ სიყვარულში, მოწონება ერევათ ვნებაში ასე და ასე შემდეგ, ხდება ვნების დაკმაყოფილება, მე აღმოაჩენენ, რომ ვნება აღარ არის, ვთქვათ, ძლიერი იმ ადამიანის მიმართ, ამბობენ, რომ ის აღარ მიყვარს, ხო, არასწორ სახელებს ვარქმევთ, არასწორ სახელებს ვარქმევთ და ვარქმევთ ერთი და მეორე, ჩვენ არ ვართ ჩვენს სურვილებში გათვითცნობიერებულები, რომ აი ის ურთიერთობა რატომ გინდა იმ ადამიანთან, მართლა გინდა ურთიერთობა, ერთღამიანი ურთიერთობა გინდა, სექსუალური პარტნიორი გინდა, შენი სულიერი მეგობარი გინდა თუ რა და ამაზე ფიქრი ჩვენთან როგორც წესი ნაკლებია ხოლმე ურთიერთობებში და ძალიან დიდი დოზა უჭირავს ეჭვიანობას. სამწუხაროდ და კითხვას სათხარ, რას შვები? რა შვები? სათხარ. ხო, სულ კონტროლის ქვეშ გინდა რომ იყო შენ თვითონ. ხო, იმიტომ რომ ამ დროს როდესაც ადამიანს აქვს ძალაუფლება რომ მე შემიძლია ის ვაკონტროლო, ის შეიძლება იყოს ერთადერთი ადამიანი, რომელიც მე შემიძლია რომ ვაკონტროლო. ამ შემთხვევაში პირობითად ჩემი შეყვარებული, ესე ვთქვათ, თუ ადამიანი იმას გამუდმებით წერს, რომ ის სად არის და აკონტროლებს, სავარაუდოდ ის ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ მას აკონტროლებს და ეს ამის განცდა, რომ მე შემიძლია ვიღაც ვაკონტროლო და მე ის მემორჩილება და ეგეც კავშირდება ჩვენი ბავშვობის, აი ისევ ჩავდივართ აისბერგის ძირში, რომ მანდრა პასუხი აქ არ ვიცით, იმიტომ რომ იმ ადამიანის შემთხვევაში რა არის პასუხი. თუმცა ხო ცხადია, ყველაფერი მოდის ბავშვობიდან და მე ეს ვამბობ, რომ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, რომელიც არ ინტერესდება ადამიანის ბავშვობით და მისი ბავშვობის ამბებით, თვლი რომ სრულიად აცდენილია ყოველგვარ დისკუსს, იმიტომ რომ ფსიქოლოგი, რომელიც არ ეკითხება პაციენტს მისი ბავშვობის შესახებ, არ თხოვს რომ ისაუბროს ბავშვობაზე, გაიხსენოს რაღაც პერიოდები, თვლი რომ არასრულია და არასრულყოფილია. იმიტომ რომ როგორც წესი, პირველი ფორმირება ძალიან ძლიერი ხდება მანდ ბავშვობაში და არის ასაკები პირველ 7 წლამდე სადაც ხდება ძირითადად და მერე 7-დან 14-მდე სადაც ჩვენი სექსუალური იდენტობა იწყებს ამოსვლას და ამაზე არ ვსაუბრობთ იმ ასაკში. იქ როდესაც გოგოების შემთხვევაში ციკლი იწყება, ბიჭების შემთხვევაში მასტურბაციას იწყებენ და ეს უდიდეს სირცხვილთან არის იმ დროს დაკავშირებული, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ გვესაუბრებოდა, ჩვენ არ საუბრობდა ამაზე. ხო, ძალიან ტაბუდადებულია. ჟურნალები და გარეთ უბანში ტიპები შეიძლება რაღაც დაბრმავდები და რაღაც. ხო, ანუ შიდა წრეებში ხდება მაგაზე ყველაფერი, მაგრამ საჯაროდ ხო არ არის ეგ რაღაც. შიდა წრეებშიც არ ხდებოდა. ხო, მანდაც კი გეთანხმები კი. კი, და აქედან გამომდინარე, აი ეს ასაკები ძალიან მნიშვნელოვანია, 7-მდე, 7-დან 14-მდე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასაკები რა და აი ამ ყველაფრის ისე ახლიდან იმ მომენტების გავლა, რაც იყო შენ. ხო, ეგ ეზოთერულადაც ისეთი ასაკები არის შტაინერსაც, ეგ 7 წლიანი ციკლები არის, როცა შენ გადიხარ ძალიან ბევრ ცვლილებას არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ სულიერად და შენი შინამო გადის ცვლილებას. ეგ დაკავშირებული არის იმასთანაც, რომ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ხდება უჯრედული სხეულებრივი განახლება. ამიტომ ეს 7, 14, 21, 28, 35, ხო? და ნუ მე ზუსტად იმ ასაკში უწევს შუახნის ასაკის კრიზისიც რო გადათვალა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდებია აი ეგ ასაკები და ზოგი როდესაც იხსენებს აი ბავშვობას ან ასაკებს შეიძლება რაღაცა ძალიან მატრანვირებელი ამბავი ძალიან თავისუფლად მოყვე.
შენ ვერ აღიქვამდი ამას, მაგრამ მე დააკავშირო შენ თვითონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის პროცესის დროს რჩევების გაცემა, უბრალოდ ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი ერევა, ესე ვთქვათ, კლიენტის ფსიქიკურ რეალობაში მხოლოდ ერევა ინტერპრეტაციებით და არა რეალური რჩევებით, ესე ვთქვათ რა. ხო, და თვითონ კლიენტი მიყავს, თვითონ უნდა მივიდეს, რასაც შეიძლება დასჭირდეს დრო, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება რაღაც კითხვები დავსვათ დღეს და არ არის აუცილებელი დღეს ვეუპასუხო. ჩვენ უბრალოდ თავარია რაღაცა კითხვები დავსვით, რაღაცები გავიხსენეთ, რაღაცებზე პროცესი დავძალით და გავიდა რაც 50 წუთი 1 საათი და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამბობენ რომ რატო სრულდება 1 საათში, იმიტომ რომ ის 1 საათის ჭირდა საკმარისია, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვისაუბრეთ 2 საათი, 3 საათი, ფსიქიკა მე უკვე ვეღარ ახდენს იღლები. ხო, და სხვაგან მიდიხარ მე. მე იწყებ ჭორაობა. ხო, და ჭორაობა მე არ. და ის პროცესი როცა სრულდება და მე მიდის ესე ვთქვათ პაციენტი ან კლიენტი მე შეიძლება ისე დროს მოვიდეს პასუხი რაღაცა და აგესიზმროს, ანუ გზავრობის დროს რაღაც გაგახსენდეს, საჭმის კეთების დროს პასუხი მოვიდეს და ასე შემდეგ. ნიკო, რა მაინტერესებს, იცი, რა შეგიძლია შენ ურჩიო იმ ადამიანებს, ვინც არის პროცესში, რომ იპოვოს თავისი ცხოვრების მიზანი. აი, რა უნდა რომ გააკეთოს, აი, რისთვის არის დააბადებული მოვლენილი. ნუ გასაგებია გარკვეულწილად ეს შეიძლება გაჩნდეს ჩვენ შიგნით მოგზაურობით, აი, ბავშვობაში და აი, მაგ სამყაროს გამოკლევით, რაცაც არაცნობიერი ქვია, მაგრამ აი რამე აი რაღაც ბიძგისავით ან რამე რჩევა რომ აი როგორ ესე ვთქვათ შეიცნოს თავისი მიზანი რა არის რა ვისაც უნდა რომ იპოვოს იმიტომ რომ უმიზნო ძალიან რთული არის ყოფნა ყოფილვარ მეც ეგეთ სიტუაციაში რომ აი არ ვიცი რა მინდა რომ ვაკეთო აი ხო არა უმიზნოდ ყოფნა და სურვილების და მოლოდინების და ყველაფრის გარეშე ყოფნა კლინიკურად რო ვთქვათ დეპრესიის უკვე იწყება რა მაგით რა შემიძლია ურჩიო ადამიანებს, რომლებსაც უნდათ რომ საკუთარი თავი იპოვონ, ხო? როგორ თუ რა თავისი ფუნქცია, ხო? ხო, ერთადერთი ეხლა რაც მომდის უცებ თავში მომენტალურად, ხო ცხადია ბუნებრივია, ყველას არ აქვს საშუალება რომ გაიაროს ფსიქოანალიზი, მიაკითხოს ფსიქოთერაპევტს ასე შემდეგ. კითხვის დასმა უნდა დაიწყოს და უბრალოდ სწორად უნდა გააკეთოს ამ კითხვის ფორმულირება. რა მინდოდა ბავშვობაში ამ კითხვის ნაცვლად ჯობია საკუთარ თავს კითხოს ან მეგობარს ვისაც უნდა რა მაკლია ახლა და რას ვეძებ სხვებში რას ვცდილობ რომ ვიპოვო სხვებში რა მაკლია ახლა და რა მეორდება ჩემს ცხოვრებაში დაუსრულებლად რატო მეორდება ეს ერთი და იგივე სცენარები ესეთი ფორმულირება ჯობია კითხვის ვიდრე იმის რომ დაჯდეს ადამიანი და გაიხსენოს რა უყარდა ბავშვობაში, რა მოსწონდა და ხო, მოდი ახლა მაგას გავაკეთებ რა ხან მანამდე მინდოდა, ხო. ხო, ნუ იქ რაღაცები შეიძლება მოვიდეს, იქ რაღაცა ცანცარი მოგინდეს, რაღაც იქ საწოლზე იხტუნაო და ასე შემდეგ, თუმცა ეს არის დროებითი, ესე ვთქვათ, ბუნებრივი ანტიდეპრესანტი იმ მომენტში. თუმცა უნდა დაიწყოს კითხვების დასმა და ფორმულირება, მე ვთვლი რომ უნდა იყოს ასეთი, რომ რა მაკლია ახლა. რა მჭირდება ახლა? და უნდა ვიცოდე რომ მაქსიმალურად ცხოვრებას როგორც კმაყოფილს ისე ბედნიერს რა ხო და მაქსიმალურად ალბათ გულწრფელი და ისეთი უნდა იყოს ეგ შეკითხვა ნაკლებად ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ბოდიში პასუხი შეკითხვა კი არა შეკითხვის გულწრფელი უნდა იყოს ხო რა თქმა უნდა მაგრამ ხო პასუხი და პასუხის გულწრფელი უნდა იყოს და აი ერთ-ერთი მიზანია თერაპიის ეგ არის რომ აი იქ ისეთი პასუხები აქვს ადამიანს და ისეთ რაღაცებზე საუბრობს, რაზეც საკუთარ თავთანაც არ საუბრობს. თუმცა საკუთარ თავთან საუბარი ასე თუ ისე საბოლოო ჯამში მაინც შეუძლია ყველას და ეს არის სივრცე საკუთარ თავთან საუბარი, სადაც მარტო შენ ხარ და იქ არც თერაპევტი არ არის, შეიძლება ამას კიდე რაღაც დამატებითი პლუსი მოუძებნოთ. უბრალოდ შეგიძლია შენ თავს ესაუბრო, თუ რაღაცებს ვერ ამბობ, შეგიძლია დაწერო, თუ მე ძალიან გრცხვენია, ნუ გადახევ და გადააგდება ან დაწვა, მაგრამ წერა ძალიან კაია. აი საკუთარ თავთან ესე საუბარს, ან მონოლოგის წარმოებას, ესე ვთქვათ, ჯობია აიღოთ კალამი, არა ნოუთი და ტელეფონი, კალამი ცოცხლი, ცოცხლად და წერო შენი ნებისმიერი ფანტაზია. შენი ნებისმიერი სურვილი, შენი ნებისმიერი იმ მომენტში წამოსული ემოცია დაწერო და მე წაიკითხო. თითქოს უფრო ხორცასხავო ფიზიკურ სამყაროში მაგ ყველაფერს და ადასტურებ, რომ კი ესე არის იყო, ჩემში და გამოვიდა. აღიარებ. ხო, აღიარებ, ხო. ანუ ყველაფერი იწყება აღიარებით ხა ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულებას ებრძვიან, ხო? პირველი განკურნება იწყება იმით, რომ ჯერ მან უნდა აღიაროს. და ძალიან რთული არის ამ ხრივ
ლუდომანებთან მუშაობა ხოლმე გემბლინგზე ვინც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ როგორც წესი ისინი არ აღიარებენ რომ რაიმე პრობლემა აქვთ. ნუ რა მოხდა რა 20 ლარი დავდე, რაღაც პატარა გავათამაში, გავერთე. და დავრელაქსდი მე რა, ანუ არც მткиვა კარგად დავა რა. ხო, ისეთ პონჩი. შეიძლება ესე გითხრას რა. ანუ არ აღიარებს რომ რეალურად პრობლემაა და როცა არ აღიარებ ხო, ნუ არაფერი რა მოხდა, ვინმე შევაწყო რა მქონდა რაღაცა დავდე. ნუ კი ხა არა მაქვს, მაგრამ ნუ რაღაცას ვიჩამიჩებ რა მე, ხო. აქედან გამომდინარე ხო, ნუ ამ ტერმინოლოგიით რა, მათი ტერმინოლოგიით, იმიტომ რომ მათ ცხოვრებასაც ძალიან უცნაური რაღაც უნდა, მათ ცხოვრებასაც აქვს აზრი, იმიტომ რომ მოთამაშე რო იღვიძებს და რომელსაც სამსახური არა აქვს, ესე ვთქვათ, ხო? და ჟარგონულად მათი ტერმინებით რო ვთქვათ, იწყება ჩალიჩი ფულის, ხო? ეს მთელი ამბავია, შენ გაიღვიძე იქ დილით, ყავა დალიე, გამოფხიზლდი და ეხლა საჩალიჩოა ფული, დღეები გადის, იქ ვიღაცას უნდა გადაურეკო, ვიღაცას ისეთი სცენარი უნდა მოუთხოვრო, რომ გასესხოს ესე ვთქვათ ეს ფული, მე ეს ფული უნდა ადგე გაათამაშო, ხო, იმ თამაშის პროცესში ერთვები უკვე იქ შეიძლება დაპლიუსდე, დამინუსდე, ან მთელი დღე გავიდა, შენ ცხოვრობს ის ამ. ხო. ხდი? მიზანი აქვს ესე ვთქვათ, მის ცხოვრებას. უბრალოდ ეს მიზანი აქ არასწორად აქვს სუბლიმირებული, ანუ სურვილი და შესაბამისად არის ამაში და ეხლა რო უთხრა რომ შენ დამოკიდებული ხარ ეს კითხვის რომ მე არა მაქვს არ ვარ დამოკიდებული. ხო, მაგასაც ალბათ თავისი რაც მიდგომის გზა აქვს, ხო, როგორ მიიყვანო მაგამდე რომ ის რაც გაზრებებამდე მივიდეს. დიახ, ხო, ეხლა ნებისმიერი დამოკიდებულებას აქვს თავისი ახსნა. უბრალოდ ამას ქვია ხო სუბლიმაცია გადატანა, რომ შენ რაღაცა გინდოდა, რაც ვერ განახორციელე ბავშვობაში. და უბრალოდ ეს შენი სურვილის მიმართულება წავიდა სხვა მხარეს და როდესაც ხდება დაბრუნება იქ აი იმ სურვილთან რატომ მოხდა იმ კვანძის გავლება ეს გაცნობიერების სიხარული იმდენად სასიამოვნოა ხანდახან ადამიანის შემთხვევაში რომ მე ეს უკვე ტექნიკური პროცესია ზედაპირული პროცესია რომ ამას ჩაიხსნა რა აი ეგ ხა ნახე რო ახსენი მიზანი ქონდა არასწორად სუბლიმირებული მე როგორ მესახება ეხლა ვიტყვი და შემისწორე შენც შევწდი რომ დიდი ალბათობით მისი მიზანი აი რა რეალში იყო იცი აი თავისი ცნობიერი ქვეცნობიერი არა ცნობიერი შეიძლება იყო არა მაგრამ აი რაღაცა იმ ტრაუმების არეალში იყო და აი მაგიტომაც იყო თითქოს აი მოქმედების წერტილი დროებითი ილუზორული და არასწორი დაფუძნებული რაღაცა არამყარზე და მოკლედ რა როგორზეც იყო რა და აი მაგ დროს შემოდის ზეცნობიერის ცნება, აი ღმერთის, რომ შენ მიზანს აფუძნებ იმაზე, რაც შენ მაღლა არის, იდეალისტურადაც, ბევრად და მორალურადაც შენ მიღმა არის და მაგისკენ მიდიხარ სულ. და ეგ სამიზნე ვერასდროს ვერ შეიცვლება თითქოს. და თითქოს ვერასდროს ვერ მიდიხარ. ხო, მაგრამ პროცესი სულ არის, სანამ პროცესი ცხოვრება არის პროცესი რა. კი, აი მე ვიტყვი ხლა ისეთ რაღაცას პრაქტიკიდან რაც მქონია გამოცდილება და ზოგადად მოთამაშეები რადგან ვახსენეთ მოთამაშეებს რა ახასიათებთ ხოლმე ნუ რა თქმა უნდა არა ყველას ხშირად ადამიანს უთქვამს რომ იმდენად ვერ რეალიზდა ესე ვთქვათ ცხოვრებაში და გულისხმობ იმას რომ სიყვარულზე უთხრა ვიღაცამ უარი მაგალითად ვერ რეალიზდა ოჯახში არ ქონდა მნიშვნელოვნების განცდა და ასე შემდეგ და ეს თამაში მისთვის შეიძლება იყოს სივრცე, სადაც შეიძლება იქ რეალიზდეს, გულისხმობ იმას, რომ მას შეიძლება იქ გამოიცნოს რაღაცეები. რულეტკის აპარატზე პირობითად, ან ტოტალიზატორში რაღაცა გუნდები გაარტყას ესე ვთქვათ, დასვას ესე ვთქვათ, თანხა მოიგო, არარეალიზებული იყო, მაგრამ ეხლა რაღაც შეუძლია. მე შემიძლია რომ აი მანჩესტერი რაღაცა ლივერპულის შედეგი გამოვიცანი, ხდი? კი ვიყავი არ არის, მაგრამ ჩემ ამ მოთხოვნილებას ვდებ ამაში. ამ შემთხვევაში, რომ და ეგრე იქ მოყოფილებ, ხო? მე შეიძლება რაღაცები მოვიკო, ანუ მე შემიძლია რაღაცა ვიყო. ამ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე, ხო, ნუ არასწორად არის სუბლიმირებული, იმიტომ რომ მე ნუ ეს ძალიან მძიმე დამოკიდებულება არის ნარკომანიას და ალკოჰოლზე, უფრო მძიმეც კი, იმიტომ რომ კიდევ ამბობ რომ არ აღიარებენ პრობლემას და მეორე თვითონ ესე ვთქვათ სურვილი თამაშის ბოლომდე ლუდომანებში არ ხდება. ხდება რემისია მის მართვა, მაგრამ ის რომ საერთოდ აღარ მოუნდეს თამაში, ეს არ ხდება. ამიტომ აი ზეცნობიერის ცნება, რაც ახსენეთ, ხო, იდეალი ღმერთთან, ხო, რაც ფსიქოლოგიაში არსებობს, ცნება, ეს ღმერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რაღაცა იდეალი მიუწვდომელი, რაც არქეტიპი, რომელმაც ყველაფერი იცის და არის აბსოლუტი.
მას ყველაფერი შეუძლია, მან ჩემზე მეტი იცის, ის ზემდგომია და ხშირად ადამიანებს, რომლებსაც აი სიკვდილის შიში აქვთ და რომლებიც ამარცხებენ, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლად ამ სიკვდილის შიშს, არის ეს იდეალი ღმერთის, რომ მე არ კვდები, მე შეიძლება ხელი დავკარგო, მაგრამ მე გავაგზელებ მასთან, ესე ვთქვათ, არსებობას და ეს რწმენის მომენტი იმდენად ძლიერია მათში, რომ სიკვდილის შიშს აქრობს. თუმცა სიკვდილის შიში არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, რაც ადამიანს ყოველთვის აქვს. მიუხედავად იმისა, როდესაც ადამიანი არის სუიციდალური მიდრეკილების და გადაწყვეტილი აქვს, ესე ვთქვათ, რომ აი თავი მოიკლას, დაასრულოს ცხოვრება სუიციდით და სხვადასხვა ფორმები არსებობს, ხო, ზოგი თავს იხჩობს, ზოგი შენობიდან ხტება, ხო, ზოგი დიდ დოზას იღებს, ზოგი მედიკამენტებსაც, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რატო ირჩევს ადამიანი ჩამოხრჩობას და არა მედიკამენტებით გაპარვას, ესე ვთქვათ. ხო, მაგაზე არ ვფიქრია. რატო ირჩევს ადამიანი, რომ გადმოხდეს კორპუსი? ხო. და სხვადასხვა თუ დააკვირდებით, როდესაც ადამიანი ხტება საიდანღაც, არასოს არ ხტება თუ არ ხედავს სივრცეს, უნდა ხედავდეს სად ეცემა. ვა. აუცილებლად. უნდა ხედავდეს სად ასრულებს. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, ხო? დესტრუქციული მეთოდი არის, როდესაც ადამიანები იხჩობენ თავს, თუმცა ნახეთ, როდესაც შეიძლება ეს პროცესი იწყება, იმ მომენტში ცდილობს რომ გადარჩეს. მართლა ქმედებას რომ დაიწყებს, მე არ ნებდება. შეიძლება ადამიანს გადაწყვეტილი ხონდეს, რომ მე ახლა თავი უნდა ჩამოვიხრჩო, ნუ სუიციდი, ესე უნდა განვახორციელო ამ ფორმით, თუმცა როდესაც ხდება ეს მომენტი, ის ცდილობს რომ გადარჩეს. და რა გიბიძგებს მაშინ მაგ სუიციდისკენ, აი რა არის? ხო, ამიტომ აი ეს არის ზუსტად ის გახლეჩა, რაზეც საუბრობთ, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს ნაპერწკალი შიდა ნაპერწკალი მიუხედავად მძიმე დეპრესიული მდგომარეობისა, რომელსაც უნდა რომ იცოცხლოს, იმიტომ რომ ის მოევლინა. და რადგან მოევლინა, მას უნდა რომ იცოცხლოს. ის ნაპერწკალი ყოველთვის არსებობს, ნუ იმ მომენტში უკვე ვეღარ ხდება, ესე ვთქვათ, გადარჩენა, მაგრამ აი ეს განცდა, რომ შენ გინდა რომ იცოცხლო, ეს ყველა ადამიანს აქვს, მიუხედავად მძიმე დეპრესიული ადამიანებისა, რომლებსაც აი არაფერი აღარ უნდათ, არანაირი სურვილი არ აქვთ და ასე. ხო და მანდ უკვე ქვეცნობიერში აქვთ არეული პროგრამები, აი რატომაც უნდებათ მაგის გაკეთება და დეპრესია რატომაც ემართება, თუ უფრო ღრმა არაცნობიერშიც არის რა. ხო, უფრო არაცნობიერია, იმიტომ რომ ქვეცნობიერში ეგრე ვერ დაიპროგრამები. ხო, ჯერ ეს ძალიან ღრმა რაღაცა არის, ღრმა არის და ძალიან ესე ვთქვათ ფაქიზი ამბავია რა. და აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ადამიანი და თვითონ ფსიქიკაც არის შეუცნობელი. მაინც ასე თუ ისე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიას არ აქვს დიდი ისტორია, საუკუნე ნახევარს მოიცავს ესე ვთქვათ. და ფროიდიანული ფსიქოანალიზი პირველად არაცნობიერი ფროიდმა იხმარა და ძალიან საინტერესო დაკვირვება ჰქონდა, უბრალოდ ნევროლოგი იყო და გამოიყო, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ფსიქიატრებს აინტერესებდათ და ნევროლოგებს თვითონ პაციენტის დაავადების ისტორია და არა მისი, ესე ვთქვათ, ფსიქიკური და ბიოგრაფიული ისტორია. ანუ ფსიქიატრი ინტერესდებოდა მაშინ, ვაი, სიმპტომები როდის დაგეწყოთ თქვენ. გასაგებია, რომ შეიძლება შეყვარებულმა მიგატოვა და იქ მამა ძალადობდა შენზე ან დედა გარდაგეცვალა, ეს სამწუხაროა. საწყენია, მაგრამ მე მაინტერესებს ეს სიმპტომები. ხო. ნუ ფროიდი ამას რო უსმენდა, ის დააკვირდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი ბიოგრაფიული, მისი ფსიქიკური რეალობა და აქედან წარმოიშვა, ესე ვთქვათ, ფსიქოანალიზი და ნუ მერე სხვადასხვა მრავალი სკოლა განვითარდა, ასე ვთქვათ. უბრალოდ ეს მოხდა სადღაც საუკუნე ნახევრის უკანა. მაგრამ იქამდე სხვა არსებობდა კაცობრიობა, ხო? და ამიტომ რთულია და შეუძლებელია, ჩემი აზრით შეუძლებელია ფსიქიკურ პროცესებზე ტკიცებით ფორმაში საუბარი. ეს არის შეუძლებელი და არავინ არ იცის ადამიანის შინაგანი სამყარო. ერთადერთი ვინც იცის ადამიანის შინაგანი სამყარო, ეს არის თვითონ ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ამასთან წვდომა და ხანდახან არ უნდა ამასთან უბრალოდ ურთიერთობა და მიღება. და ის რომ ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოლოგმა იცოდეს პაციენტების ან თუნდაც ადამიანების შინაგანი კონფლიქტები, შინაგანი სურვილები, შინაგანი სამყაროები, მე ხა მივალ ფსიქოლოგთან და ის შემომხედავს და ეგრევე აღმიქვამს ვინა ვარ. ეს არის ძალიან დიდი ილუზია. ხო, რაღაც ხიდი არის. აქედან გამომდინარე, ცოდნა თქვენი თავის შესახებ, თქვენ ისევ თქვენ გაქვთ, როგორც მე ჩემში. შეიძლება უბრალოდ მე ამასთან წვდომა არ მქონდეს, როგორც თქვენ არ გქონდეთ.
ხო, მაგრამ ხო, ეგ ხიდი უნდა მოგეხმაროს ალბათ, ვინც იქნება შედი ფსიქოთერაპევტი, რომ ხო, უსაფრთხოდ გადახვიდე. ეს არის აუცილებელი, რომ ხა აქიდან იქამდე თუ რაღაცას გავაულებთ და მე მოვიდე უსაფრთხოდ, მე უნდა გადამიყვანოთ, ესე ვთქვა თქვენ. უსაფრთხოდ, რომ ეს პროცესები მტკივნეული, მძიმე ბავშვობის ტრაუმირებული პროცესები რაც შემში იყო, ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ. მე და თქვენ ოღონდ ამ შემთხვევაში ამას უსაფრთხოდ გავალთ და თქვენ მე არ შემაფასებთ და მე ამას კიდე ერთხელ რო გავივლი, ეს არის უკვე ფსიქიკური გადამუშავება, რომელსაც ვიმეორებ, რომ შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. ხო, მაგრამ რა მაგარი არის, რომ წარსულის აღმოჩენით და შეცვლით აწყოს ცვლი. თუნდაც ბუნებრივია. ძალიან მაგარი მომენტია. წარსულის აღმოჩენით, კი ბატონო, გაცნობიერებით, ხო, ჯერ აღმოჩენით, მერე გაცნობიერებით, ცვლი დღევანდელ რეალობას. ხო, დღევანდელ რეალობას. და მერე უკვე შეგიძლია გახდე შენი ცხოვრების ავტორი, სხვა სიტყვებით, გმირი, შემოქმედი და პასუხისმგებელი შენ ცხოვრებას. ხო, და შენი მაქსიმალური პოტენციალი გამოვლენ, იმიტომ რომ აი ყველაში დევს ეს რაღაც ნაპერწკალი, რაც აი ძალიან ფართოდ შეიძლება გაიშალოს მრავალ მხრივ, აი რაც კი გვაქვს, ხო, აი მაგარი ხო, აი შიდან ნაპერწკალი რაც თქვი, სიცოცხლის ლტოლვა, იმიტომ რომ ადამიანს აქვს როგორც სიკვდილისკენ, ასევე სიცოცხლისკენ ლტოლვა, ნუ ფროიდი ამბობდა, აი ყველას ქონია ეს აი მაღალი სართულიდან რო იხედები. აი ქვემოთ ხო გაინტერესებს. აი ყველას აქვს რომ აი იქ რამ სიმაღლეა და რაღაცა წარმოუდგენია ხოლმე. ხო. ეგ მომენტი ყველას აქვს რა. ესე შეგვიძლია ვიქოთ ლტოლვად რა. ისევე არის სიცოცხლის ლტოლვა და აქედან გამომდინარე ეს გამიწყდა ახლა აზრი საიდან დავიწყეთ, თუმცა დავასრულებ იმით, რომ როდესაც აი ამ ყველაფერს გააცნობიერებ, მე იწყება გზა შემოქმედებისკენ, გმირის გზა და ის რომ შენ ხდები პასუხისმგებელი შენს ცხოვრებაზე, ოღონდ ამ შემთხვევაშიც არ უგულებელყოფ იმას, რომ ცუდი დღეები გექნება. ანუ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ აღიარო, რომ ცუდი დღეები გექნება. კი, ახლა კომფორტულად ვართ, მე და თქვენ საუბრობთ, რაღაცებს შევლთ, მაგრამ როგორც შენ შემთხვევაში, ისე თქვენ შემთხვევაში ცუდი დღეები იქნება აუცილებლად. რაღაცა წარუმატებლობები იქნება, გარდაცვალებები იქნება, ცხოვრება დაუჭკნებით, დაუბრდებით, შეგვეცვლება, მოთხოვნილებები, ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ამის მიღების დროს ვფიქრობ, რომ ადამიანი საბოლოო ჯამში ახერხებს ასე თუ ისე სრულფასოვნად ცხოვრებას და არა მხოლოდ ის, რომ ვეძებოთ პოზიტივი ნეგატივის უარყოფის ხარჯზე. აი სამწუხაროდ დღეს ეს არის განვითარებული, არის მუდმივად აი პოზიტიური ფსიქოლოგია, რასაც ქადაგებს, რომ ყველაფერს უნდა გაერიდო, რაც შენზე ცუდად მოქმედებს. არ დაელაპარაკო, წაშალო, იქ არის ცხოვრო, გადახვიდე, გადაფრინდე სხვა ქვეყანაში, არაფერი, თუმცა მე რაღაცა მძიმეს გებულობ და მოგიწევს ისევ შეხვდე ამ ყველაფერს. გაქცევასავითაა ეგ თითქოს. ეს არის ერთ-ერთი გაქცევა თავდაცვის მექანიზმი, რო არ მინდა რა, ეს ყველაფერი არ მინდა, თუმცა თუ ცხოვრობ ამ ცხოვრებაში, ისინიც ხდება. და მოცემულობა. თუ გინდა რომ სრულფასოვნად იცხოვრო, ეს ყველაფერი უნდა მიიღო. ხო. და ბუნებრივია მძიმე დღეები გექნება, ისევ როგორც კარგი დღეები გექნება. ეს ერთმანეთისგან განაყოფილი. ხო, იდასავით არის ეგეც. ადის, მაგრამ აი მან და მნიშვნელოვანი ეგ გააზრება, რომ ყოველი ჩასვლის მერე სულ მოდის ასვლა და მერე ისევ ის, ხო. მან და მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაღმასვლა რომ მოყვება, დაღმასვლა არ იყოს განგრძობითი და გრძელვადი. განგრძობითი და დამანგრეველი და აი რაღაც სადაც მერე უკვე თულდება, ესე ვთქვათ, აღმასვლა და აი ეგ თორე იმ აღმასვლას ცხადია ესე მოყვება. ერთი ის არის სუფიური გამონათქვამი ეგეთი, რომ შეიძლება ზუსტი ციტირება ვერ მოახდინო, მაგრამ ნუ არსი ესეთი არის, რომ როცა ანუ შენ ცხოვრებაში კარგი ხდება და აღმასვლა არის დატკბი, მაგითი აი ისიამოვნე და როცა დაღმასვლა იქნება, დაისვენე, ცოტა ხანი აი გადაიაზრე რა იყო, რაღაც ახალი ინფორმაცია მიიღე, მე მოემზადე ისევ აღმასვლისთვის, ტკბობისთვის, აი ეგ რაც აუცილებლად მოხდება. და ყველაფერი დროებითი. ერთადერთი ამ სამყაროში რაც არის უცვლელი, ეს არის ცვლილებები. აუ, კიდე დამასწრო ბიჭო, კიდე ეგ უნდა მეკითხა, რომ აი ამდენადაც რომ ვისაუბროთ, აი რა არის ის ჩვენში რაც არ იცვლება, აი არ იცვლება და ეხლა ვიპასუხე რა მაგარია. კაია, ესე იგი რაღაც სინერგიაში მოვეთ. ბაგარში. ნიკო, უმრმესი მადლობა. საუბრი და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის ესეთი დამიწებული მოვლენების ახსნა და იდენტიფიკაცია და სახელის დაარქმევა რა არის და როგორ ჯობია რომ გავაკეთოთ, იქნება სასარგებლო და
იმედია გამოადგება პირველ ადამიანს ეს ჩვენი დღევანდელი მოკლე საუბარი და ვისაც მეტის გაგება ინდომება, შენ ჩვენთან workshop-ს ატარებ დეკემბერში და მანდ უკვე შეიძლება შეუძლიათ რომ მოვიდნენ და მეტად ესე ვთქვათ გაშალონ თავისი ესე ვთქვათ ჰორიზონტი შემივერთ. მადლობა კიდევ ერთხელ. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი, მომავალ შეხვედრამდე.